მოგესალმებით ზურფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ანალიტიკა. მე თენგო ომანიძე გახლავართ და მე და ჩემ კოლეგა მერაბ ჭიქაშვილიც გავუძღვებით დღევანდელ გადაცემას. დღეს გრაფიკით სხვა შორის უნდა ყოფილიყო სხვა გადაცემა პარადიგმა, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, ეს არის 26 მაისი. აი ამ ფორმატში, ანალიტიკის ფორმატში მიმოვიხილოთ ეს მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს იქნება ერთ-ერთი დაძაბული დღე კვლავ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ყველანი მთელი ქვეყანა ვართ, რა თქმა უნდა, ამ დღის მოლოდინში. მოგესალმებით, მერაბ, პირველ რიგში სანამუშავალო თემებზე გადავალთ. დიახ, მოგესალმებით, თენგო. მივესალმებით ჩვენს მოყურებელს და კიდევ ერთხელ მინდა ყველას უთხრა და ვთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხები YouTube გვერდზე სოლიდარობის სტუდია და ასევე Facebook გვერდზე სოლიდარობის სტუდია. ჩვენ შეგვიძლია რომ ვთქვათ ისიც რომ ამას გვიანონსებს 26 მაისს გვიანონსებს და რაღაცა უბედურ დღეს და რაღაცა საშინელებებს გვპირდება, ისევ ის სამწუხაროდ ის ჩვენი რო ვერ მოვიშორეთ ისეთი ოპოზიცია, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მოშორებას გულისხმობ. და ის ლიბერალები და ის ასე ვთქვათ დაშრილ და შემდეგ უკვე სადღაც ერთმანეთთან შეხვედრილი ყოფილი პოლიტიკოსები თუ ასე შემდეგ პირდებიან ამას. და მოდი ვნახოთ გავყვეთ ჩვენ რაღაცა მასალები გვაქვს მომზადებული. მასალები გვაქვს, 2-3 სიტყვი ჯერ უბრალოდ ვთხრათ მაყურებელს, ვინც არ არის ინფორმირებული. 26 მაისის მნიშვნელობა თარიღი ახლა რა თქმა უნდა ისედაც ყველამ ვიცით ამაზე რა თარიღია, რატომ არის ეს ჩვენი ერისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, დიდად თავს არ შეგაწყენთ. წლევანდელი კონტექსტი ვთქვათ უბრალოდ, ოპოზიციას აქვს დაანონსებული დიდი აქცია, როგორც ამბობენ, ოღონდ აქ ხაზგასმით არის საუბარი, რომ ეს უნდა იყოს რადიკალური სახის აქცია, პირდაპირ ისინი არც ერიდებიან, ისეთ ტერმინებს იყენებენ საუბრის დროს, როგორიც არის მსხვერპლი მაგალითად და რომ არ უნდა გვეშინოდეს თურმე ამ მსხვერპლის. გედევან ფოფხაძეს ჰქონდა, აი ალბათ ყველაზე უფრო ისეთი გულახდილი ეთერი ამ თემაზე და თუ შეიძლება მოდი რეჟისორს ვთხოვოთ მოვისმენოთ და მე ერთად შევაჯამოთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. სტრუქტურად შესაძლებელია ამ ყველაფრის დაორგანიზება. იმ დღეს 26 მაისს და არ არის გადასადები. თუ ვატყობთ რომ 26 მაისს ჩვენმა რადიკალიზაციამ შეიძლება მსხვერპლი გამოიღოს და ამ მსხვერპლის გეშინია, მიგვაჩნია რომ ეს მსხვერპლი არ ღირს აი ამ ეტაპზე მე მიმეჩნია რომ სხვას ვერ მოუწოდებ რომ სხვერპლად იქცეს, მაგრამ ჩვენ ვისაც მიგვაჩნია რომ ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და ყოფნა არ ყოფნის ბედი წყდება, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მე არავის არ ბესური, მაგრამ სხვის ნაცვლად ტყიას არ დავემალებ. არ ვიცი, აი რას ნიშნავს ახლა ეს გედევან ფოფხაძე ხო არ არის გუშინდელი აქტივისტი, მაგალითად რომ არის მოდეს ახლა იმ ყველაფრის შინაარსი და იმ ყველაფრის სიმძიმე, რაზეც საუბრობს. ხო ეს არის, რავი, საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი, წარსულში არაერთი წლის გამოცდილება აქვს, როგორც ერთ ისე მეორე ფლანგზე მოღვაწეობის, გააჩნია ხო? მაგას მოღვაწეობა ქვია. ხარი საიდან დაუბერავდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა ამ ადამიანს არ ეშლება ის, რომ ან სიტყვებს ვერ არჩევს და ვერ პოულობს, ვერც იმას ვიტყვით, იმიტომ რომ სხვა შორის რა ვიცი, არც მის განათლებაში შეიძლება თან პროფესიით შენი კოლეგა იურისტია და იურისტი გახლავდა. ის პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, არ უნდა მოვერიდოთ მსხვერპლს, რომელიც შეიძლება ჩვენს რადიკალიზაციას მოყვეს. აი რას ნიშნავს მერაბ ეგ შენი აზრით, როდესაც წამყვანი არ არის ახლა შეიძლება გედევან ფოფხაძე, მაგრამ იმ პროცესების წარმართველი ოპოზიციის წარმომადგენელი არის და საუბრობს, რომ 26 მაისს გვიანონსებს, რომ შეიძლება მსხვერპლი ვიხილოთ. კარგი. მოდი მივყვეთ ჩვენ მაინც ცოტა ისტორია და ჩვენ სულაც და მაყურებელს ახლა ვინც ნახა ეს ვიდეო, შევახსენოთ და ერთად გავიხსენოთ ვინ იყო გედევან ფოფხაძე. ვინ არის დღეს გედევან ფოფხაძეს ნათელია. ეთხოვა ეს სახეზე, სხვათა შორის მინდა გითხრა და მე მგონი არ ვცდები, განათლებით იურისტია. მე ის მახსოვს ჯერ კიდევ ადრე რასად როდის ასეთი ძალიან კარგი თამაშები, რასად როდიში იყო ის სხვათა შორის არის, როგორც მე ვიცი, თავის პროფესიით, შენი კოლეგა იურისტია. ვიცი რომ კარგი ნორმალური იურისტია. საზოგადოებას ახსოვს ალბათ ის არა მხოლოდ იურისტი, არამედ ახსოვს პირველი თუ ვინმეს ახსოვს რასად როდის თამაშებიდან და ხოლო შემდეგ უკვე საზოგადოებას გედევან ფოფხაძე ახსოვს პოლიტიკოსი თუ ვინმეს ახსოვს და იტყვის საიდან გახდა და ვინ გახდა ეს კაცი პოლიტიკოსად და მოდი პირდაპირ თქვა დეპუტატი ვინ გახდა ეს კაცი დეპუტატი გახდა ბიძინა ივანიშვილმა.
ბორჯომის მაჟორიტარი. კი ბატონო, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ეს ამ კაც არ ვიცი, ბატონმა ბიძინამ თუ ვინმე სხვამ, აი ახლა უკვე დარწმუნებულიო რომ სხვამ გამოუცხადა და გამოაცხადებინა ნდობა, იმიტომ რომ ასეთი ბევრი ლაფსუსი და მაპატიე და ასეთი ცდარი პოლიტიკოსი ჟარგონს გამოვიყენებ და შეტენეს ძალიან ბევრი ვიცი ჩვენ ასეთი ოცნებაში იყო ამწუხაროდ რამოდენიმე ხალხს არის მაგრამ მეტი წილი იყო აი ვხედავთ ხო გედამ ფოფხაძე ასევე თუ იმე სახსოვს პოლიტიკიდან ეს კაცი არის ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი რომელიც სხვათა შორის ერთი რამე და მე არ მინდა ვწდებოდე გედამ ფოფხაძე რომელიც ეხლა ამ განცხადებებს აკეთებს და ტყვიას ეწირება რადიკალიზაციისკენ მოუხრობს და მოდი ამაზე აუცილებლად ვისაუბროთ მაგრამ დეტალურად ვისაუბროთ ამაზე ვიდრე გედევან ფოფხაძეს აი ამ განცხადებებზე ჩვენ დავიწყებ ჯერობას თან არ დაგვავიწყდეს ეს იყო პოლიტიკოს დეპუტატი და თუ არ ვწდები ადამიანის უფლებების კომიტეტში იყო მოადგილე თუ არ ვწდები ხა რატომ ამბობ ამას და შენც რატო გაუსვი ხაზი რომ ნუ ეხლა კაცი იურისტიც არის ყველაფერი მან კარგად უნდა ესმოდეს თუ რას ნიშნავს ეს აი ეს მოწოდება ეხლა სატელევიზიო ეთერში რას ნიშნავს ეს მოწოდება რადიკალიზაცია და მსხვერპლზე წასვლა რას ნიშნავს სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ მეც რომ თან ეს კაცი იყო ადამიანის უფლებების კომიტეტში იყო ანუ ის კი არა რომ მე დარწმუნებული ვარ იმ პერიოდში რომ მე და შენ მაშინ ხო ჩვენ ტელეწამყვანები ვიყავით და ამ პროფესიაში ვიყავით ხო ხა რაშიც ვართ ხო და დარწმუნებული ვარ ჩვენ რომ მაშინ პირდაპირ ეთერში გაგვეკეთებინა ეს განცხადება და გვეთქვა რომ მე როგორც წამყვანი მზათავარ არ შეგირიგდებით ქართულ ოცნებავ კოაბიტაციას ნაციონალებთან და ყველაფერს გავაკეთებ რადიკალურად ტყვიაზე წავალ მე დარწმუნებული ვარ ეს გამოვიდა და იტყოდა აი ნახეთ მოძალადეები ესენი რას ამბობენ გედევან ფოფხაძე არის მე მოდი ჩვენ დავიტოვოთ საშუალება რომ ამ ჩვენ გადაცემაში ჩვენ პოლიტიკოსები არა ვართ დიდი ბოდიში მაპატიე და ჩვენ ახლა საზოგადოებას ვინც გვისმენს და გვიყურებს იმასთან პატივს იმათან ვართ ანგარიშვალდებულები და რა თქმა უნდა საკუთარ ოჯახში რომ გამოდივარ ჩვენ მშობლებთან და ჩვენი ოჯახის წევრებთან რომ რაღაც პასუხისმგებლები რას და როგორ ვიტყვით ხო და საკუთარ თავთან მაგრამ ეს ეს არის კაცი რომელიც მთელი 4 წელი ჭუმად იყო იმ საკითხებზე მართლა რაზეც ხმა უნდა ამოეღო ხმა არ ამოუღია მათ შორის ბევრი კანონ პროექტზე რომელზეც თავად აქვს ხელი მოწერილი და ეხლა რო ჩვენ აქ გვეკაცება და გვევაშკაცება ხო და ეხლა კაცი რომელიც თავის დროზე გედი ხო მშვიდობის გედის როლს ფუნქციას ასრულებდა ეხლა გამოდის და ეს კაცი პირდაპირ მოუწოდებს რო კითხო მესხებს არა საკუთარ თავსო გედევან ფოფხაძე რამის გამკეთებელი ყოფილიყოს და მას რო საერთოდ ღირსება კონდეს ან პოლიტიკური მეხსიერება მას რო შეგნებული კონდეს ვისან იყო რა გუნდში იყო რა გააკეთა რა ფუფუნებაში იყო რამდენი ქონა ხელფასი რამდენი მიიღო სარგებელი რა იმუნიტეტი ქონდა ხო მაშინ მინიმუმ გამოვიდოდა თუ სადმე ეთერში მოხდებოდა და პირველი დაიწყებდა ეთერს იცი რომ კი ბატონო ბიძინა მადლობა თქვენ მე მომეცით საშუალება რომ გამختარიყავ ესა და ეს და აი ამის მერე დავიწყებდი კრიტიკას ნებისმიერ შემთხვევაში იმას კი არ ვამბობ რომ ეხლა არ იმსახურებ და ვინმე არ თქვას შეიძლება ვიღაცამ ჩემს ეს თქვას და შეიძლება თქვას ხო ზეგრო ჩვენ დეპუტატები გავხდეთ თან და არ ვიცი მე ხო არა როგორ რაღაცა იცი რომ ამ ჩვენ იმსეთ საზოგადოებაში ცხოვრობთ რომ ეს ის პერიოდია მაშინ ქართულ ოცნებას კიდე 2016 წელს არჩევნებში გახდა ეს კაცი დეპუტატი ანუ მაინც არის ის მუხტი რომ აი ნაცების ასე თქვა მობრუნება და ეს ხო სულ აქვს საერთოდ ქართულ ოცნებას მაგრამ რეალურად იყო მართლა ამის საფრთხე და ხო ხედავთ ეხლა რეალურად კი არა ხარ და ეს ის კაცია რომელიც დღეს სად გადავიდა რომელ ბანაკში გავიხსენო ჩვენ ეს კაცი რომელ აქციებზე იღებდა მონაწილეობას ამ რუსულ კანონთან დგავში ასე შემდეგ და მაშინაც ხო შორის აი ფარული ჩანაწერები რო იყო რო გავრცელდა იქაც გედევან ფოფხაძე მონაწილეობდა როგორც მახსოვს რაღაცა კი ბატონო ამიტომ საზოგადოებამ გასაჯოს მე უფრო როგორ კითხვას დავსვა ვიცი აი როგორც შენ თქვა და როგორც იურის აი რამდენად და როცა დეპუტატი ხარ, როცა შენ პოლიტიკურ თან ეთერში ხარ და რაღაც პასუხისმგებლობა გაგეჩნია, ვის მოუწოდებს 26 მაისს, ვისი გასტროლის ტყვიისკენ მოუწოდებს? ან სურვილი ხო არ არის ეს რომ რაღაცა გავარდეს? ვის მოუწოდებს 26 მაისს, რომელმა გიჟმა ამას ხო არ ერევა 26 მაისი, სააკაშვილის 26 მაისი რაც მოაწყო. მაგასაც შევეხოთ. ალბათ ამასაც უნდა შევეხოთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ გედევან ფოფხაძე არის ეს ის კაცია. მიჭირს საერთოდ ასე დროს ამაზე კაცი ვთქვა, მაგრამ მოდი მას დავიცვათ. ეს ის ყოფილი პოლიტიკოსია, რომელიც ეთერში კი არ უნდა იჯდეს ახლა. ან მინიმუმ ბოდიშს უნდა იხდიდეს.
რომ იმ საზოგადოებას რომელმაც ხმა მისცა ამას მაშინ და საიდანაც მოხვდა და იმ კაცს მადლობას უნდა უხდიდეს და დიდი ბოდიში მაგრამ ერთ ადგილს უნდა უკოცნიდეს და დღეს გამოდის და აი ამას ამბობს დღეს მართლა რომ ყველა მხრიდან საფრთხე არსებობს იმის რომ რაღაცა მოხდეს 26 მაისს ელოდება რომ კაცი ტყვია გავარდეს და მე სხვას კი არ მოუწოდებო მე ვარ მზად ავეფარო და როცა საჭიროა მაშინ აეფარა 8 აგვისტოს ეს კაცი სად იყო არ მაინტერესებს რა 8 აგვისტოს სად იყო რავი ახალგაზრდა კაცია წესით რაღაცა მე არ ვარ აფხაზეთის ომში შეიძლება არ ყოფილიყო მაგრამ აი ესე დაძაბულ ვითარებაში სად იყო 2011-26 მაისს სად იყო რავი 2011 სად იყო რაღაცა 7 ნოემბერს სად იყო აი საერთოდ სად იყო ასეთ დროს მე რა ვიცი აქ რა მომენტია კიდე რადიკალიზაციაზე როცა აი ხა უშუალოდ ჩინარს რო ჩაუღრმავდეთ ამ ყველაფერს იმიტომ რომ ეს არ არის მარტო გედევან პოპხაზის პოზიცია ხო რა თქმა უნდა შეიძლება ახმოვანებს რაღაც კონკრეტული ერთი ჯგუფის პოზიციას და სურვილებს ამას აკეთებს ხო იმიტომ დავიწყე ამითი რომ შეუძლებელია მას არ ესმოდეს რას ლაპარაკობს მეთქი ეს არ არის რაღაცა გუშინდელი აქტივისტი რომელსაც შეიძლება სიტყვა გაექცეს ვერ მოზომოს ვერ მიხვდეს მისი სიტყვები რას ნიშნავს და ეთერში ახლა რაღაც ამოწდეს კამერებთან თქვას არა ეს იყო ზუსტად გამიზნულად ნათქვამი ეგ ნიშნავს რომ რაღაცა კონკრეტული ჯგუფის სურვილს თუ ინტერესს თუ მოლოდინს გამოხატავს, ხო? დღეს რო იყოს ეხა პროტესტი ისეთ ფაზაში, რაც გვახსოვს მაგალითად ნოემბერში, მანამდე აი ძალიან მაღალი როა ტემპერატურა და რადიკალიზმი ისე ბუნებრივად რო ხდება პროცესში. ამ დროსაც კი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი უნდა ცდილობდეს რომ პირიქით ჩაასრულოს, ხო? ან ის პერიოდი რო იყო საბურავების დაწვას რო აანონსებდა მაშინდელი ოსების ლიდერები, ნუ საოცრად რო ეხა, ნუ რა ვიცი, ამას ისე კი ნუ გვიწყენენ ჩვენი ძვირფასი პროტესტის მონაწილეები, მაგრამ 150 კაცი დარბის ქუჩაში რა რადიკალიზაციაზე არის ლაპარაკი, ხო? თვითონვე დასინიან ველოდები სხვათა შორის იმ მომენტს რომ აი ყოფილი მონაწილეები ამ მიტინგის როდის დაუწყებენ ამ ადგინებას, იმიტომ რომ უკვე ხელშია ყველას 20 კაცი კეთავს კაცო რუსთაველს. ესეთი რაღაცა ხო არ შეიძლება, ანუ რადიკალური პროცესები დღეს, აი ტემპერატურა მაღალი არ არის ქუჩაში და ესეთ დაწყნარებულ თუ არ ვიცი ხა მარტო იმიტომ რომ ჩაგივარდა პროტესტი, ვეღარ წარმართავ პროცესს, ხელოვნურად უნდა მოახდინო პროცესის რადიკალიზაცია, იმ 150 კაცი შუაზე უნდა მოვეწყოთ ესე. მოვეწყოთ ყველა და რადიკალიზმია, ოლეოლას სახელი და მუსიკების და რაღაცა იმების სიმღერა და არ ვიცი მე. ანის გოგო როგორ არ დაიღალა ცოდუა, მართლა მის წინააღმდეგ რაღაცა. აი გოგონა რომელიც დადის და რაღაცა წოდებულ. ეგ შე გოგონა კი არ არის. გოგონე ორნი არიან. მეც ერთი მეგონა, მაგრამ ორი არის. ნუ კარგი, გინდორი იყო არა. ეს მართლა ის არის. ვინმე მის გვერდზე ვინც არის ამას ავალებს, ეს მე მგონი არის ადამიანი ჯანმრთელობის ხელყოფა იქნება, დარწმუნებული, იმიტომ რომ რადიკალიზმია ესა. და ეხლა ესენი ადარებენ, ესენი იმ დონის თავხედები არიან, როგორ უბრუნდება და ადარებენ მას კი არ ამბობ სააკაშვილის პერიოდს 9 აპრილის მოვლენებს როგორ ადარებ გახსოვს 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს ადამიანების გუნდი საერთოდ რა არაფერ შუაში არ იყო მაშინ უბრალოდ აი ხა არ ვიცი აი მაგალითად აი დავით პაცაცია ხო ჩემი შენი მეგობარი ჩემი თანა რა ვიცი თანაგუნდელი და როგორი ახლობელი დათო და თანასაკნელები ვიყავით და ერთად დავით პაცაცია მივიდა იმასთან რა ქვია მემორიალურ დაფასთან დევნილი კაცი თან საკმაოდ ისეთი ოჯახის რომელსაც და არ მიუშვეს აი ამ რადიკალებმა და თქვენ ამ მოგისწრებათ აქო და თურმე 9 აპრილის მემორიალზე იმიცეკვა რაც იცეკვეს და რა ვიცი რა გვარები არიან ისე არ მინდა ხო ნუ ეს ამათი რადიკალიზება გედევან პოპხაზეს გონია რომ ეხა ეს რო გამოვა და რაღაც ტყვიას რო ელოდება გასროლის ჯერ ხო თვითონ ას გადაუდგება არ მინდა საერთოდ მაგ კადრის ნახვაც არ მინდა ღმერთმა გვაშოროს და საერთოდ გვაშოროს ღმერთმა გედევან პოპხაზეს რო რამე მოვიდეს საერთოდ ეგ გვაშოროს ღმერთმა მე არ ვიცი ხა როგორ ავთქვა მაგრამ ეგ საერთოდ იქნება სასწაული იმიტომ რომ ეგეთი ტრაგიკომედია არ არსებობს არ იქნება ნუ ხო და რატომ მომს და ეს ხალხი მოუწოდებს ხა ამას და რომელი რა არის რადიკალიზმი რომელიმე მართლა მიმართა იმ ფორმას რაც გვახსოვს ჩვენ რაც იყო ხო ნებისმიერი ბრძოლის ქვეყნის ისტორიაში არსებობს და მიტინგები და პროტესტი და არ ვიცი აი ელემენტარულად ჩიმშილი წაიკითხონ ციგნი ან ფილმი ნახონ რაც მოხდა მარგარეტ ტეჩერის ამ ირლანდიელ პატრიოტთან დაკავშირებით რომელიმე ასეთი რამე გააკეთა ციხეში არიან და ფუფუნებაში კარგად წამოწევლები არიან და ხან ფეისბუქზე არიან და რა ვიცი ვერ გავიგე აი რა
რას ნიშნავს და ჩვენ დანარჩენი ჩვენი მოსახლეობა ჩვენი მშობლები ახლობლები ადამიანები სხვა ვისაც არ ვიცნობთ ეხლა ჩვენ სადღაც მაღალმთიან რაიონში რო გვიყურებს ადამიანი ანდა თბილისში რუსთაველის ქუჩა ვისთვისაც იკეტება იქ და მოსახლეობა რო ვერ შედის და ვერ გამოდის წესიერად იმათმა იკითხონ ეხლა რომ ამ რამეს ნიშნულობა აქვს ეს რო ღირდეს რამეთ ნებისმიერი კაცი მივა და გამოხატავს თავის პროტესტი თუ მიდის იმ ფორმამდე თავისი ბუნებრივით და იყო საქართველოში ამისი საფრთხეები ხო კიდე ერთხელ გამეორდებით იგივე ნოემბრის პერიოდში როცა ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში საიდანაც ძალიან ბევრი შემდეგ მოეგო გონს და აღარ დადის დღეს იმ პროტესტებზე აღარ დადის ზოგი იმიტომ რომ დაიღალა ზოგი ნუ პირველ ჩვენებას არ ცulis მაგრამ რო ეთყობა რომ ძალიან კარგად მიხვდა რისთვის იყვნენ გამოყენებული დღეს პროტესტი არ არის რადიკალურ ფორმაში დღეს არ დგას საკითხი ისე რომ ათასობით ადამიანი ქუჩაში იდგეს ელოდებოდეს რაღაც ეს თუ მართლა 26 მაისს ამათმა რაიმე რადიკალური პროცესები დაიწყეს ეს ყველა ვარიანტში იქნება პირველი ეს არ იქნება სახალხო პროტესტის შედეგი ეს იქნება პარტ აქტივის მოქმედებები რომლებსაც ექნებათ კონკრეტული 100-150 კაცს ექნება დავალება რომ აი წადი და ის გააფუჭე იქ შუშა ჩალეწე იქ ის გაისროლე ეს არის კრიმინალი ჩვეულებრივი და სახელმწიფოს ამაზე უნდა კონდეს არ უნდა კონდეს არანაირად ლოიალური პოზიცია მე არ ვსაუბრობ იმაზე რომ ისეთი უბედურებები დაატრიალოს რაც ჩვენ ნახავთ მე ხა კიდე ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას 2011 წლის 26 მაისს და ჯვარი წერია არ ვიცი მართლა აი ტრადროთვლიდე ადამიანს იმას არ უსურვებ მე მაშინ რაც მახსოვს რაც იქ ხდებოდა ამაზე არ მაქვს ლაპარაკი მაგრამ სხვა მხრივ არაჩვეულებრივ აქტივისტებს არაჩვეულებრივ აი რიგით მედროში აქტივისტებს ლიდერებს პირველ რიგში აი ამისნაირ ლიდერების მიმართ საჭირო არის ხელისუფლებას კონდეს არალოიალური და უაღრესად მკაცრი პოზიცია იმიტომ რომ დღეს საქართველოში რადიკალიზმი როგორც ასეთი საერთო სახალხო და მასშტაბური სახე ამას არ აქვს ეს არის აი რაღაცა ვიწრო ჯგუფების ცხელ თავებში მოფიქრებული იდეები და არ შეიძლება რომ ხა 10 და 15 კაცის ცხელ ტვინებზე მთელი ქვეყანა დადგეს ყურებზე და მაგათ ჭკუაზე მოეწყოს აქ ყველაფერი ამიტომ მე იმედი მაქვს და სხვა შორის საკმაოდ სიფრთხილით უყურებ აი ამ 26 მაისს რაც გვიახლოვდება იმიტომ რომ პოპხაძე არ იყო ერთადერთი ვინც ამაზე კომენტარები გააკეთა როგორც ჩანს არსებობს რაღაც აი ეს შიდა სამზადისი ამ ყველაფერზე მათ შორის სოციალურ ქსელებში მათ გვერდებზე იდება ხოლმე ამაზე ინფორმაცია უკვე მსგავსებიან ისე რაღაც ჩაკეტილ სექტას მაგალითად ასეთი მოწოდებები აქვს რომ ყველას არ გაუმხილო ჩვენი გეგმები რაღაც იქ ჩანერგილებს უფრთხილდით ნუ ფაქტი არის რომ რაღაცა გეგმები და რაღაცა სამზადისი და რაღაც ორგანიზება აქვთ და დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ რომ ეხა ვისაც ეხება და შესაბამის სამსახურები ჩვენზე მეტად არიან ალბათ ამ ყველაფერზე ინფორმირებულიც და იმედი მაქვს რომ პრევენცია ამისი იქნება უმაღლეს დონეზე. თენგო, აი დავამთავროთ ამ გედევან ფოფხაძეს საუბარი. შენ ძალიან სწორად აღნიშნე, რომ მოდი ჩვენ ყველაფერი შედარებითია და პარალელები გავავლოთ რა და საზოგადოებისთვის ცნობილი რო იყოს. გედევან ფოფხაძე ძალიან მარტივად უნდა დაუსვათ კითხვა. ეხლა რომ იჭაჭება რომ ზის ერთ-ერთ ეთერში და იჭაჭება და რამის ამოვარდეს ერთი ადგილიდან და აბადა მზათავარ და აუცილებელია რადიკალიზაცია და ტყვია უნდა გავარდეს და ამ ტყვიას მე შევეწირებიო. მართლა ძალიან მარტივად უნდა დაუსვათ კითხვა. ამ მოდი პირდაპირ ვიტყვით რა ეხლა არ არის ამას არაფერი ამას მოსარიდებელი არ აქვს და ის არა ამასთან რაღაცეები არ უნდა მოგვერიდოს ესეთ კაცზე რამის თქმა რა. აი ეს კაცი არის რომელსაც თუ რამის თავი აქვს და თუ რამე საერთოდ რამის გაკეთება შეუძლია მაგალითი ეჩვენებინა და თუ ამის მაგალითი თუ ახსოვს ვინმეს იგივე თუ რაც შეჭი 26 მაისს სად იყო როცა სააკაშვილმა ის გააკეთა რას გააკეთა და ან 15 ივნისს სად იყო ან 7 ნოემბერს სად იყო და საერთოდ სად იყო როდესაც რაიმე ამდაგვარი ხდებოდა მართლა რასაც იყო ძალადობა და ამიტომ ეხლა ესეთი მაპატიე და დიდი ბოდიში და ქვეშაჯვია ხალხი და თან კაცი რომელიც პოლიტიკოსი ამბობს პოლიტიკოსი ვარ და ქართული ოცნების დეპუტატი იყო აი როგორ არ გწხვენია შენ როგორ არ გწხვენია გედევან ფოფხაძე რომ ლაფატკაზე დაგსვეს შეგაგდეს იქ დაგსვეს გახადეს ისა და ალბათ ვიღაცის შინილი იყავი მოცნებაში დიდი ბოდიში რა დარწმუნებული ვარ ალბათ იქაც ვიღაცის შინილი იყავი შენ რომ შენ არავის შენ ვის უნდა ყავდეს შენ არჩეული მაშინ ერთი კაცი დაგიდგებოდა ეხა გვერდზე რა მაშინ აი ამ შენი განცხადება დაგიდგებოდა და ამიტომ მოდი რა ცხებს ნუ აშინებ რაღაცეები და არავინ არაპირებს ღმერთმა დაიფაროს თქვენზე ტყვიას კი არა ვარდს არავინ არ
არ გესული შენ რა და მით უმეტეს კიდე ეხა ნუზაფრავ საზოგადოებას და მარტო ხარ და ეხა რაც არ უნდა იძახო შენ რომ აი მზათა ხარ თქვენსავით გედი სიმღერა იქნება რა ეხა შენთვის პოლიტიკაში გეუნები და აქამდე უნდა ყოფილიყო ვაი მართლა იმ მოცნების დეპუტატებს ვინც შენ გვერდზე იჯდა ეხლა ამას ისმეს დღესაც დეპუტატია და საკადრის პასუხს არ გცემს შენ მართლა არაკაცო და ქვეშაჯვიად ყოფილო დეპუტატო რა წადი შეაშინე შენნაირები და შენიანები რა მაპატიე და ბოდიში სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი ასეთი ტიპის რადიკალიზმს და საერთოდ საქართველოში მე ვფიქრობ ის რო უნდა დამთავრდეს როდესაც პოლიტიკოსებად იწოდებიან ადამიანები და აი ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ ეთერში და შემდეგ არანაირი პასუხისმგებლობა ამაზე მათ არ ეკისრებათ. მართლა რომ რამე მოხდეს, აი ხა მე შორს ვარ იმას დრისგან რომ გედევან ფოფხაძის სიტყვაზე იქ ვინმე ტყვიას გადაუდგება ან გაისვრის ან რამეს იზავს. შეიძლება თვითონაც კარგად იცის რომ არანაირი გავლენა არ ექნება და მაგით. ამას ამ საუბრიზოს ეხა უკან სტუდიაში რომ ხლაპუშკა აგეფეთქებინა. აი საოცარი კადრი იქნება და ხო და მაგრამ აი რომ მოხდეს ეგეთი რამე ეს ადამიანი ხო არანაირ პასუხისმგებლობას ამაზე არ იგრძნობს და არ იტყვის რომ აი მეც რაღაცა წვლილი შევიტანე ეს უბედურება რომ დაატრიალდა თუმცა და რა ვიცი მე იმედი მაქვს რომ ეხა თან ზეიმია 26 მაისი ქართველი ხალხისთვის ქართველი ერისთვის ამისთვის ვიქნებით ყველანი მომართული და აი ამ რაღაცა ჭინკების პატარ-პატარა ყიჟინს ავიტანთ 26 მაისთან დაკავშირებით სხვათა შორის არ შეიძლება რომ არ გავიხსენოთ როგორ მოულოცა 2011 წელს ქართულ 2011 წელს ქართულ ხალხს მიხეილ სააკაშვილმა ეს არა მარტო იმიტომ რომ ეხლა მოდის 26 მაისი რამდენიმე დღის წინ იყო სწორედ კომისიაში საპარლამენტო კომისიაში ამ თემების განხილვა და ძალიან ემოციური იყო ჩემთვის მაგალითად და დარწმუნებული ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ახსოვს ის პროცესები, ვინც იყო მონაწილე იმ პროცესების და ძალიან მცირე რაოდენობა იმ ხალხის გამოიკითხა ბუნებრივია კომისიაზე, ვინც დაზარალდა ამ დღით იმ მრავალი ასეული ადამიანიდან შეერჩა სულ რამდენიმე ადამიანის გამოკითხვა იყო. ჩვენ მოვამზადეთ აი მცირე კოლაჟი კომისიაზე გამოკითხული ადამიანების თან იმ კადრებისაც არქივიდან ჩვენთვის ნაცნობი ისტორიები და აი ამ არქივის კადრებზეც მინდა ვთქვა არქივის კადრების მოძიება 26 მაისის არის ურთულესი საქმე, იმიტომ რომ პირდაპირ ართმევდნენ ჟურნალისტებს და უშინდნენ აი მაესტრომ და რამდენიმე თუნდაც ფოტოგრაფების საქმე რატომაც მოხდა რის გამოც და 15 ივნისი იყო საერთოდ 15 ივნისის ვიდეო კადრს ვერ ნახავ ფოტო არის მარტო რამდენიმე შემორჩენილი, იმიტომ რომ პირდაპირ ჩაქუჩები დაამტვრიეს მაშინ კამერები. მოდით ნახოთ აი 2011 წლის 26 მაისის მოკლე კოლაჟი და შემდეგ გავიაროთ ეს თემები. ფაქტია რომ ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი. ეს იყო ანუ სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მხოლოდ ერთ რამეს. მთელი საქართველოსთვის იმის ჩვენება რა დაგემართებათ თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ. გახდა თუ არა 12 საათი პროცესები განვითარდა ისე რაც საშინელებათა ფილში შესაძლოა მხოლოდ ნახოს ადამიანმა ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ სპეცრაზმელები ეთყობა სხვადასხვა სამეგობრო თუ გუნდი იყო და გვისწორდებოდნენ ხელკეტებით კბილები ჩაფშნილი ქონა ეხლაც მახსოვს ემალის გემო რომელმიც პირში პირველად ვიგრძენი რაც დამამახსოვრდა და არასდროს ჩემი თვალებიდან არ ამოდის იყო ჩვენგან 2-3 მეტრში ეგდო ადამიანი რომელსაც თავის ქალა გადახსნილი ქონა და რუხის სითხე იფრქვებოდა ეს იყო საშინელი სანახაობა იმ მტერსაც რო არ უნდა უსურვო ჩვენ ვატავთ რაც მეტი ნაკრებია ой ჩუჩიმე ვატავთ წრე შეკრეს და იქ უკვე არა მარტო რეზინის ხელკეტებით არამედ გასაშლელი რკინის ხელკეტები არის იმით მცემეს ადამიანს თბილისის ცენტრალურ სამმართველოში იქ დერეფანი გააკეთეს კიბეებზე ნიღბიანები იყვნენ და ყველა სანამ რამოდენიმე სართული ავიდოდი ყველა ფიზიკურად ვისწორდებოდა და დაახალაია მოვიდა და შენ შეურაცხყოფელად შენ აქ რა გინდა და სპეცნაზელს ეგ ვიდეოში ჩანს თუ რამე დაუმორჩილებობა ეკა პირდაპირ თავში აი შარბანი შეიძლება ჩამოაჩა. ჩამე. ახავა. ბოლოში ისმოდა და თახალაიას ხმა მართლაც რასაც აუბრობდა ლუკა კურტანიძე რომ თუ რამეა ეგრევე თავში. ეს იყო და ნუ ეს ძალიან მცირე ამონარიდი არის მართლა ალბათ აი იმ საშინელების რაც მაშინ 26 მაისს რუსთაველის გამზირზე დატრიალდა
რა მომენტი იყო იცი მე რა ბრო რომ ძგდომოდა ადამიანს და რაღაცა ისე ვერც მოხერხე მთლიანად ალყაში იყო მოქცეული და ბევრი კადრი და ბევრი ისტორია ვერ შემორჩა აი მართლა ვიდეო ფირს იმის გამო რომ ჟურნალისტებზე მათ შორის მიდიოდა ნადირობა, წართმევა კამერების, წაშლა ყველაფრის, ეს იყო აი მაესტროს ერთმა ჯგუფმა მოახერხა რომ ტელევიზიამდე მიიტანა რაღაცა კადრები და თუ რამე გვაქვს შემორჩენილი და კიდე რამდენი პალიტრასა აქვს რაღაც ძალიან მცირე რაოდენობით ვიდეო არსებობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მართლა აი რაღაც ცოდვის ტირილი დაატრიალა იქ სააკაშვილმა, ალბათ ყველასთვის ვისაც ახსოვს ის პერიოდი, ეს არ შეიძლება რომ ემოციების გარეშე გაიხსენოთ. ან ურჩევდი მართლა მაყურებელს, რომ ვისაც არ უნახავს აი იგივე ლუკა კურტანიძის გამოსვლა, ახლა კომისიის ხდომაზე ისაუბრობს, მათ შორის ოსო ჯაჭულიან თანდემის ვაჟკაცობაზე. გარდაცვლილია. კი, აი და თვითონ ბატონი ლუკაც ცრემს რო ვერ იკავებს, რომ ახსენდება, რომ როგორ გადაეფარა მას ოსო ჯაჭულიანი, რომ ემცემეთ თողონთ ამას თავი დაანებეთ და თავის ტანსაცმლით და მოკლედ აი ისეთი ისტორიები არის ალბათ, რაც ცხოვრებაში ერთხელ შეიძლება რომ მოისმინო. იმდენად საშინელებაა. მე არ ვიცი ახლა ხო ამბობთ რომ 26-ში არ უნდა იყოს ხელისუფლება ლოიალური იმ რადიკალების მიმართ, მაგრამ მე კიდე გამეორდები რომ რაც ესეთ რაღაცას არ გულისხმობთ რა ამ ყველაფერში, კანონის ფარგლებში მოქმედებას გულისხმობთ, იმას გულისხმობთ რომ თუ ვინმე აი გედი ფოფხაძისნაირად და მარტო ამ კაცის თავში არ არის ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოსული, ყველაფერი უნდა გააკეთოს მთავრობამ და ხელისუფლებამ იმისთვის რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აი ესეთი საშინელება ამ ქვეყანაში არასდროს აღარ უნდა ვნახოთ. ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა მათთვის ეს უნდა იყოს რაღაც წარსულში მომხდარი კოშმარი, რომელიც არასდროს არ უნდა განმეორდეს. იცით რა არის თენგო რომ ეს რა თქმა უნდა ძალიან მცირე არის ნათქვამი აქ და მესმის ახლა რომ ძალიან ძნელია ამ კომისიაზეც რამდენი კაცი უნდა მიიწვიო იქიდან. და ჩვენ ვიცი და არ უნდა დაგვავიწყეთ აი ბატონი გიო ბურჯანაძემ გაიხსენა ასევე რომ იქ გარდაცვალებულების თუგინაც ბატონი ნიკო შაკუინტრაძე და ის მეორე ადამიანი რომელიც ააგდეს იქ ზემოთ აი ამ ყველაფრის ტრაგედიის მე ეს უმძიმესი ტრაგედია და აქედანვე მინდა დღესაც ჩვენ და ჩვენი სახელით მათ ოჯახებს ამძიმარი გამოუცხადოთ აქ იყო უამრავი დაშავებული ფსიქიურად შერყეული ხალხი აქ იძალადეს არ ქვია ამას. აქ ღირსება შეულახეს ძალიან ბევრ ადამიანს. მე მახსოვს და შენს გემახსოვრება ეს. ჩვენ მაშინ ვიყავით ობიექტივზე მაშინ ვიყავით ტელეწამყვანი და ჩვენ კინოსახში იყო, კინოსახში ქონდა ოფისი. ჩვენ მაშინ, როდესაც უკვე საბოლოო ალყა გააკეთეს, ჩვენ კამერით მე და ჩემი მეგობარი წავედით და გვინდოდა უკვე რომ რაღაცა მომენტში თქვა ჩვენ გადაგვეღო ის თქვა აი სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა რომ როგორ საიდან იყო მზადება და საიდან მიდიოდა კინოსახლიდან უკვე იყო ჩაკეტილი სივრცე და ნუ მაშინ ჩვენი მთაწინელმა ბიჭებმა ჩემმა მეგობრებმა ნუ როგორ რანაირად არ ვიცი ეზოდან ეზოში გადავედით მე და ჩემი მეგობარი ოპერატორი და ფაქტიურად უკვე ჩვენ აღმოჩნდით აი ეს იმდენი დრო გავიდა რომ უკვე ეს დარბევის პროცესი აი წამოსული ან ვინმე გამოქცეული თუ მე დაასვანო ფაქტობრივად ვეკებებოდით ამ ხაზს და მე გზა და გზა ვისაც ვცრომდი სხვა შორის და ჩვენი მეგობარია შენც იცრობ ნიშა კაჭკაჭიშვილი საერთოდ ვერ ვიცანით რომ უკვე მივედით იქ გახსოვს მაშინ მშენებლობა არ იყო ახლა რა აშენებულია ეს და მაშინ ამოღებული იყო და ნუ პიონერთა სახლში და ნუ ვინ არა აი რა ხდებოდა და რაც ყვებოდნენ ან რა უქნეს ავტობუსებით როცა მიყავდათ ხალხი ქალაქ სამართლოში ნუ ამაზე ბევრი რამ არსებობს მაგრამ ეს იყო რომ იქ სიკვდილის მანქანების გარდა აქ იყო საოცარი დამწირება ხო წარმოგიდგენიათ ეხლა ლუკა კულტარიძე როგორ ყავდა თამაშებული ხა დათაახლა ეს ნერი და იქ აი ეს ბოღმაში გაზრდილი უმშობლო და უსამშობლო ის ვიღაცა იქ ადამიანი არ ვიცი მე ისინი ვინ არიან რა ვიცი რა უნდა ქონეს დალევა რა თუნდა არამისან და პაპატიე და რამის ნარკოტიკის ემოქმედების ქვეშ ყოფნა შეხედე უკვე რა დამოკიდებულება აქვს ხალხის მიმართ და რას უზავდნენ და აი ამ ყველაფრის მე მთელი თავარი აი მთელი საქართველოს შეურაცხყოფა და საქართველოს მნიშვნელოვანი ეს აი არ ვიცი მე ხო იყო არა გვიპყრობდნენ და რაღაცა ის არ ვიცი მე ხან ურდო ერქვა ხან რაღაცა 100,000 მოწამისის ვიცით ადგილი რაღაცა ვიცით როგორ მაგრამ ის რაც მე სააკაშვილმა აი ამ ყველაფრის მე აღლუმირო
ჩაატარა მეორე დღეს და იქ რომ ჯარისკაცები გაატარა იქ სადაც სისხლი გაწმენდილი არ იყო და გვამები იქვე იყო ჯერ კიდე პირველთა სასახლის ეზოში ჩვენ არიცი ხალხი როგორ და რა ფორმით მაშინ წვიმა იყო ტალახში საშინელი ნაცემები მიშა კაჭკაჭიშვილს кайხანი ვერვასული ვერ ხვდებოდა სად იყო და ვათრიეთ кайხანი და ხო წარმოგიდგენია მაგრამ და ბოლოს რაღაც აღმოჩნდა რომ ობიექტივში ჩვენთან იქ იყო ლენდინგ ზონებით გაკეთდა რომ ყველა მე უკვე იქ სპეცნაზელებმაც უკვე იქ კორიდორი გახსნეს მაკდონალდსთან უკვე გახსნეს და შემოყავდა და უკვე როგორ ვიყავთ იცი რომ წყლების დასხმა ახეთ უკვე პოლიცია ედგა და ხა ისინი პირიქით ცოტა ისე იქცეოდნენ რომ ხედავდნენ რა ხდებოდა ხო იქ იყო სასაკალო და ამ ყველაფერს მე სააკაშვილი დადგა თავის მინისტრებთან ერთად მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად კაცი რომელიც საერთოდ აღარა ჩანს არსად რა ეპატია ამ კაცს სადმე გაირეცხა ეს კაცი სინ რაღაც ფერიცვალება ქონა ამ კაცს თუ რა სად არის ეს კაცი რომელმაც ჯერ ომის დროს რეები მოგვიწოდა და რა გითხა და ეს კაცი სად არის მაკადრებს რო ვეღარ ნახავ ვიცი არ არსებობს ეს კადრები აი საოცარი ხო ყველას გვახსოვს ზეპირად მაინც ეხა ვისაც 2008 წელი გვახსოვს დავით ბაქრაძის მოწოდება რომ ჩანგლებით გაუწიეთო წინააღმდეგობაო რომ მოგვიწოდებდა ესეთი რა უშიშროების ის არის რა რომ მაგრამ ფაქტია ეგ კადრები რომ დაძებნოთ დღეს რაღაც პერიოდამდე იძებნებოდა და გამოყენებულიც აქვს წარსულში შეიძლება ჩვენს გვა გამოყენებული რაღაც მასალებში დღეს რომ დაძებნოთ ბაქრაძის ეგ მოწოდება აღარ იძებნება რა შეიძლება მე შეიძლება ნახო 91-90-იანი წლების კადრები მაგრამ ამას ვერ ნახო ეგ არის ხო რა ვიცი გალაქტიონის ისა გოგ შემონახული უნიკალური არქივი გოგ და კი არ იმას ვადარე მაგრამ ეს ხო უნდა ყოფილიყო როგორც არქივში საქმე იქნება როგორც საჯაროდ აღარ არის როგორც ჩვენ კიდე ერთი შეცდომა გვაქვს დაშვეული აი შეცდომა რა მე მახსოვს მაშინ ადრე და სხვა შორის მაშინ ბატონ სოზარ სუბარს მე უთხარი გახსოვს შენ მაშინ როდესაც სულება მოხდა ხელისუფლების კრიტი ეგრეთ წოდებული კრიტი საშინელი ციხე თვითონ შენობაც მანდი მოხდა მაშინ ჟურნალისტების შეშვება ყოფილი პატიმრების შეყვანა და ეს კადრები დღეს არის ვიდეო არსებობს ამის სხვა შორის რა ხდება როგორ და პატიმრები ყვებოდნენ და ყვებოდით რა რაღაც აი რა პირობებში უწევდა და კრიტი ეხლა კრიტი უნდა დაეტოვებინათ როგორც მუზეუმად თუ შუაგულ თბილისის ცენტრში რა ტიპის ციხე იყო ეს უნდა ყოფილიყო მუზეუმი რატო იცი აი დღეს რომ და 2012 წელს მე რომ ევროპელები ჩამოდიან და მოიცათ რა რო არიციან განა სააკაშო დემოკრატია გონიათ აი უნდა შეეყვანათ იქა და ისუნი დღემდე უნდა ესუნთხათ მარტო სუმბრო დაეტო ერთი სართული ფლიგელი დაეტოვებინათ თუ რას ნიშნავდა რა ციხეში რა პირობებში უწევდათ ადამიანებს პატიმრობის მოხდა 21 საუკუნეში 10 კაციან 20 კაციან კამერებში საკრებში ყველაზე დიდი კრიტი მაშინ შეიძლება ყოფილიყო სტანდარტულად 20 კაციანი სადაც 80 კაცი 90 კაცი 60 კაცი თოკები რომელიც იქ ეყარა და ამ თოკების ისტორია ბევრმა არის რა იყო გადაბმული დასაძინებლად ანუ ერთმანეთს ებებოდნენ პატიმრები რომ დაძინების დროს აი ეს ვარ დავარდნილი იყვნენ და კედელზე მიყუდებულები აი ეს უნდა ყოფილიყო და ბევრი ესეთ აი მათ შორის დავით ბაქრაძემ ის აღლომი ხო ჩაიბარა აი ვინც მიშა ის კადრები დღეს გამოაჩინონ და ანახონ მიშამ რომელ მთავრობასთან ერთად ჩაიბარა აღლომი ვინ არიან? ნახოთ ვისთან ერთად. აი ეს არის დიდი ნახავს რომ აი ერთი რაც ძალიან ჩამჭა მეხსიერებაში სუხიშვილების კონცერტი ჩაატარა თან მაგას და დღეს ეს სუხიშვილები ერთადერთი მოცეკვავე იყო რომელმაც სახელიც არ ვიცი იმ ბიჭის მაგრამ ვიცი უარი თქვა მახსოვს და აი მისი დაჭერის კადრები იქვე რუსთაველზე რომ გამოვიდა მე აქ არ ვიცეკვებო და ამის ეს კადრებიც არ არის მართალი ხარ შებოჭეს და წაიყვანეს მართალი ხარ ბიჭმა რომელმაც უარი თქვა მოცეკვავე დაიჭირა ხალხო იმის გამო რომ მოცეკვავემ განაცხადა და კონცერტში მონაწილეობაზე უარი იმიტომ რომ ახსოვდა რა იყო აქ წინაღამეს და თავის თვალით ხედავდა სისხლით მორწყულ რუსთაველს თქვა რომ მე აქ არ ვიცეკვებო და პირდაპირ ეთერში დაიჭირეს და დღეს არც ერთი სხვა სუხიშვილების მოცეკვავეს ამაზე ხმარ ამოუღია და არ ვიცი ეს ბიჭი მართალი ხარ მართლა მახსოვს მე ეს რომ ერთ-ერთი ადამიანი ახ ბიჭი რომელიღაც მოცეკვავე რომელსაც უარი თქვა დააკავეს ნუ არ ვიცი მე რა მოხდა არ ამგონი მაგრამ თუმცა რაღაცა სიხეში არ მოხდა დარწმუნებულება დაჭირდნენ თავისებურად
დაჯიდნენ. და დღეს ეს ილიკო სუხიშვილები და ისინი გამოდიან, მართლა ერთ დროს სასახელო მთელი საქართველოსთვის, რა ვიცი, მართლა თუ რამე იყო ილიკო და სუხიშვილებმა მართლა სახელი გაუთქვეს, მაგრამ ხა ამის გამო რომ ესეთ რაღაცაზე ხმას არ იღებ და ჩუმათა ხარ და გამოდიხარ და კიდე აქეთ მიშას და რუსული კანონიო იძახი ამაზე, ნუ როგორ ვთქვა ხა, შეიძლება რაღაცაში ნიჭიერი ხარ, მაგრამ სხვა დანარჩენი დეგენერატი ხარ, ნუ ან არა ხარ შენ, არ ხარ იმ შეგნების კაცი, რომელიც რაციონალურად უნდა აფასებდეს რეალობას რაც ხდება, თორე მე ხო არ გეუბნები გია თუ არა დაგვეთახმე ხა მე და თენ გომანიძეს და გია თუ არა შენივე გუნდის მოცეკვავე რომ დააკავეს ხმა არ მოგიღია და გააგრძელეთ ცეკვა ერთი სოლიდარობა როგორ არ გამოხატე და დღეს თქვენ გვეუბნებით ჩვენ რომ რატო არ ხართ სოლიდარულები რომელიღაცა ჟურნალისტის მეოთ რომელმაც პირდაპირ ეთერში გააქანა და ხელი დაარტყა ხა როგორ ვიყო სოლიდარული შეიძლება ვიყო რა ქვია რაღაცა კონკრეტულად რაღაცა თქვათ ქალმა როგორც ქალი ციხეში ან რაღაც მაგრამ სოლიდარული ძალადობის ვერ ვიქნები და ხა რა ვქნა მეტი და შენ ამას მომიწოდებ დღეს მაშინ სად იყავი შენ როცა 26 მაისს ეს მოცეკვავე ბიჭი დაიჭირეს იმიტომ რომ უარი თქვა იქ ეცეკვა და შენ ხმა არ მოიღე ილიკო სუხიშვილმა და სხვა დანარჩენებმა და გააგრძელე იქ ცეკვა და აი იმ სისხლიან დიქტატორს წინ უცეკვეთ და უმღერეთ ნუ მე კიდე ცალკე არის რა თქმა უნდა გასახსენებელი თვითონ დიპლომატიური კორპუსის შეფასებები რომლებიც აი ახლა წყურში მაქვს რომ თურმე ჩვენ მომიტინგეები ვიყავით რადიკალური და არ შეიძლება ხალხო ესე პროტესტის გამოხატვა და ახლობით აი უტრირებულად თუ ვიტყვით ჩვენ დაგვბრალდა ის ყველაფერი რაც ხდებოდა მაშინ და ეს განსაკუთრებით უფრო შეურაცხმყოფელი იყო იმიტომ რომ ნუ ის რაც გვიქნეს ხო გვიქნეს და საშინელება და სხვა შორის აი მაშინ ვიყავი რამდენი 21 თუ 22 წლის ვიყავი სტუდენტი აი პირველად შეიძლება ამაზე ღიათ რა ვიცი არც მისაუბრია რომ აი ნიშნულოვანი გავლენა მოახდინა რა ამაზე უფრო ემოციური დღე ჩემ ცხოვრებაში ალბათ იშვიათად ყოფილა რომელმაც რაღაც თვალსაზრისით მსოფლ მხედველობა შემიცვალა რა იმიტომ რომ მანამდე კიდე არ მქონდა მე ნანახი რა შეუძლია თურმე ადამიანს რომ აი მეორე ადამიანს გაუკეთოს აი ამ დღეს დავინახე მთელი თავისი საშინელებით თუმე აი რაც ხოველი არის ადამიანი როცა აი ჩემი თვალით ხედავდი რაც ხდებოდა ნაცემ ნაგვემ უკვე მომაკვდავ ადამიანებს კიდე რო ხელმეორედ ცემდნენ და ურტყავდნენ და აი არ ვიცი ჩემს გონებაში აი მაშინ რაღაცა მნიშვნელოვანი მოხდა ჩემ ფსიქოლოგიაში რაღაც მნიშვნელოვანი შეიცვალა ამას გრძნობდი მე და აი უფრო ცივი უფრო რაღაც ისეთი ინდიფერენტული გავხდი ხო ეთქობა რაღაც ფორმით იმოქმედა ამ ყველაფერმა ამიტომ აი დროს უფრო პატარა 7 ნოემბერი გამოვლილი ქონდა 7 ნოემბერი გამოვლილი ქონდა მაგრამ ხო აი ეს არა ეს იყო სადამსჯელო 7 ნოემბერი ხო არის აი სააკაშვილის სავიზიტო ბარათი მაგათი მართლობის მაგრამ აი სისასტიკით და აი დაუნდობლობით ხო როგორც ასეთი 7 ნოემბერი ჯერით ბევრად მეტი ხალხი იყო ესეც არის სათქმელი იქ ხა რიყეზე რო ვიყავით მაშინ გადაივსო რიყე 10000-ზე მეტი ადამიანი გამოსული და იქაც რასაშინელება დაატრე აქ ეხა 26 მაისს ბოლოს ვინც იყო დარჩენილი ალბათ 2000-3000 კაცამდე ვიქნებოდით მეტი არ იყო და უფრო მარტივად გაგვისწორდნენ ასე ვთქვათ აი 26 მაისი და 15 ივნისი ეს იყო ნუ 15 ივნისის არის 200 სტუდენტი მაგდრეს დაგიჭირეს შენ ხო მე მგონი კარგად მახსოვს უბრალოდ აი მაგის კადრები ვერ მოიძიებ ეხა ინტერნეტში მაშინვე გააქრეს ლუკა წულაძე იყო თუ სწორად მახსოვს კითხულობდა მანიფესტს და პირდაპირ ზურა ქადაგიძე კითხულობდა მანიფესტს ზურა კითხულობდა კი ლუკა იყო ნაცემი ხო ძალიან და პირდაპირ გამოცვიდნენ პოლიციელები შენობიდან და ჩაქუჩებით ხერხემალში ურტყავდნენ პატარა ბავშვებს. ხერხემალში ურტყავდნენ ჩაქუჩებს, წვრილ ჩაქუჩებს, რომ ძვლები დაემტვრიათ. ეხა აი ასეთი რაღაცები ხდება, მე ყველა კადრი რა თქმა უნდა ამისი გააქრეს. ამიტომ ეხა ეს კომისია, რასაც საქმიანობს ჩემი აზრით, აი მიუხედავად იმისა, რომ ხო არის ეხა რაღაცა კითხვის ნიშნები გაჩნდა ის რომ ასრებენ ვერ ასრებენ ამ ნაწების გასამართლებას თავისთავად ის რაც კეთდება აი მარტო ამ ნაწილს თუ შევხედავთ მართლა მნიშვნელოვანია რა ჩემი აზრით იმიტომ რომ ეხა 26 მაისი ჩემი გონებიდან ისედაც არასდროს არ ამოვა მაგრამ აი ამ დღეები რო უყურებდი ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტად მძაფრად თითქოს აი ხელახლა განვიცადე ის უბედურება რაც მაშინ ტრიალებდა და ეს ჩვენი ოპოზიციის დეპუტატები თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც ნუ ეძახდა აი იმ რეჟიმის წარმომადგენლები რომლებსაც იბარებენ ამ კომისიებზე არ მიდიან და მე ამის გამო ეხლა ემუქრებათ კონკრეტული სანქციები ამაზე
წუწუნებენ, რომ თურმე აი არ ვაღიარებ მე ამ კომისიის ლეგიტიმაციას და რა ვალდებული ვარ რომ მივიდე. ეხლა ეს რა პასუხია შეუძლია ვინმეს ამიხსნას. ესე ნებისმიერმა კრიმინალმა რო გამოვიდეს და თქვას რომ მე არ ვაღიარებ ამ სასამართლოს ლეგიტიმაციას და ამიტომ არ გამოვცხადდები სასამართლოზე და არ მივცემ ჩვენებას. ეხლა შეიძლება რომ ეს რაციონალური პოზიცია იყოს? არა, ან თუნდაც მათთვის სამაგალითო დასავლურ ქვეყნებში ასე ხდება. ხო, რა, იქ ასე ხდება, რომ ეხლა რადგან ესე იგი მე არ მაწყობს იქ მისვლავს, ვიტყვი რომ არ ვცნობ ლეგიტიმაციას და ამიტომ ისე გახსოვს მე მინდა შენ კითხო, არ ვიცი, შენ უფრო გემახსოვრება და როგორც იურისტსაც. გახსოვს თვითონ რომ კომისია ქონდათ საგამოძიებო საპარლამენტო ომთან დაკავშირებით. მაშინ რო იქ იჯდა იქ რა ქვია, ჩვენ თვითონის ლიდერი რო არის. მაშინ რო ყველა მიდიოდა, მაშინ რო გეთქვა უარი. ხო, ნეტა რას გეტყოდნენ? რას გეტყოდნენ კი არა, ალბათ ვერასდროს ვერაფერს ვეღარ იტყოდი ცხოვრებაში. აი მაშინ რომ მე არ მივსულიყავი, არ ვიცი, ის იყო მართლსაჩვენებელი, იმიტომ რომ ჯერმა კომისიაში რომ დანიშნავ, რა ქვია, იმას, ჩვენ თვითონის ლიდერს, ბაატა დავითაიას. იყო თავმჯდომარე. თავმჯდომარეს. და იქ ვისაც იბარებდნენ და ყველაფერი რუსეთს დააბრალეს. ყველაფერი რუსეთს დააბრალეს. აი ერთი კადრი ხო არის ის ბაატა დავითაიო კამერებს მიღმა, კამერა რო გამართული ეგონა რო იძახის რო. რა ქნესო რა ამათმა დაიწყესო რა თუნდა ლაპარაკიო. აი მაინტერესებს მაშინ რო არ მივსულიყავი ჩვენ არ ვიცი პროკურორი მაშინ ვინ იყო ადეიშვილი იყო თუ გვარამია იყო წარმოგიდგენია ესე იგი ანუ მაშინ რას უზავდნენ იმ ერთ ადამიანს ჩვეულებრივ ჯარისკაცს თუ ან გენერალს რო ვიღაცას მიზეზი არ ჭირდებოდათ ისე იჭერდნენ ხალხს და ეგეთი მიზეზი რომ იგეცა ეხლა მე რა წარმოიდგინეთ ან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს აი რა მოყვებოდა მაგ ყველაფერს ეხლა სხვა შორის გივიათ არ გამაძეს უდგას ეგ პრობლემა და არ მიდის გივიაც სამოხდით გივია რო არის და გივი არ მიდის ხო არ იხდის და მოდი შეგვიძლია მოვისმინოთ სხვა შორის მისი კომენტარიც და ამ თემაზე გავაგრძელოთ მე კომისიაში არ ვაპირებ მონაწილეობას პრინციპული პოლიციამ განმარტებულიც მაქვს შესაბამისად ну უაზრობა იქნება ხელმეორედ დაბარება ეხლა შეუძლიათ შეარჩიონ ის სასჯელი რომელსაც ვარაუდობენ მენიუში და ასორტიმენტში ვიცით ყველაფერი ხო ანუ არის ჯარიმა ან ამასწორებელი სამუშაოები ან ერთიანი პატრონი ხო ერთი მხრივ აქვს სანახაობა რომელიც არ გამოდის ჩემი აზრით ეს რას მიეძღვნება კომისია უკვე ვეღარავინ აღარ გაიგო მე მგონი ობრი ის არა აქვს ხო მიმართულება ხან ერთს ეცემიან ხან მეორე სანახაობა არ გამოვიდეთ და ეხლა უკვე სასჯელებზე გადავიდნენ ჩემი აზრით ეგ არის გივი არ აღიარებს ამ კომისიის ლეგიტიმაციას და ამიტომ რა მე ხო არ ჭირს ისე რა არ გამოიყურებოდა მთლად ჯანმრთელობა ერთმა ჯანმრთელობა მისცეს მაღაზია არა აქ მეორე რაღაც მაინტერესებს მე ჩვენ გვახსოვს გივით არ გამაძეზე როცა თავდასხმოთ რაღაც მოხდა იმ საქმე გამოძიება იყო და იმ საქმეზე დადიოდა მე როგორც მახსოვს იმ საქმეზე დადიოდა იმიტომ იძიებდნენ მის წინააღმდეგ და როგორ ეხა სასამართლოს ერთ შემთხვევაში ლეგიტიმურია სასამართლო და იმ მოსამართლეებს ენდობა და მეორე შემთხვევაში ეს მოსამართლეები არიან მოსყიდულები და ბიძინას დასმულები რუსიძესი მე მახსოვს არ ვიცი არ მინდა შევსწრე რომ ის საქმე რაც მის წინააღმდეგ სხვა შორის დაკავებულია ერთი ადამიანი რომელიც ტერაქტს უწყობდა ეს იმას დათანხმდა და ანუ იქ დადიოდა და იქ ხომ მიიღებდა მონაწილეობას რომ მასზე განხორციელდა ის თავდასხმა ანუ რაც მას არ მოწონს და ნუ ჩვეულებრივი რომ სტანდარტია რომ დღეს სირაკლემა ხარ ან მე და ნუ ხვალ ხა ეგ იქნება ხვალ თოვლი იქნება შავი არასოდეს თოვლი თეთრი არ არის და ნუ ეს მოსამართლეები რა თქმა უნდა მაგას გულისხმობ ხო აი ხა ეგ პოზიცია რა უბედურებაა რომ რადგან არ მაწყობს იქ მისვლა იმიტომ რომ უნდა დამისვან ისეთ შეკითხვები რაც აშკარა ჩემთვის არ იქნება სასიამოვნო ვამბობ რომ არ ვაღიარებ ლეგიტიმაციას და მოდი არ მივალ ძალიან მარტივია მე მგონი აი ეს მეთოდი უნდა დაინერგოს კარგი გამოსავალი იქნებოდა ჩვენს თავის დროზე არანაირი საქმე ჩვენ რო თავის დროზე გამოგვეყენები და არც იქნებოდით არც ნაციხრები და არაფერი ხო ნუ არ ვაღიარებ გამიშვი მიგეთხოვ და მიგეთქვენებდა მაგას საერთოდ ქონდა საშუალება რომ ადვოკატები არ გვყავდა ადვოკატების გარეშე გაგვასამართლეს ეგეთი რამე თუ არსებობს რომელიმე ქვეყნის ისტორიაში აი ეს კარგი იქნება ადვოკატების გარეშე გაგვასამართლეს მე ჩემი პირველი პატიმრობა მომისაჯეს ადვოკატის გარეშე. მეორე პატიმრობა მომისაჯეს ადვოკატით, იმიტომ რომ იქ უბრალოდ ისე მოხდა რომ მე ბატონი გია ბურჯანაძე დაგვაკავეს ერთად, აი მაშინ ბატონი გია ბურჯანაძე იყო ხალხის ეს რო იყო სახალხო კრება რო იყო და ნუ აი ერთ-ერთ აქციაზე სადაც გამოვხატავთ პროტესტ პატიმრებთან დაკავშირებით, მაშინ დაგვაკავეს ერთად და ნუ მაშინ ხათაშორის მაშინ მიცავდა ავის თავი დაწყებული საიადან ყველა თუ იმე მაშინ იყო აი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა შორის თავად პირადად
საიას ადვოკატები და მაშინდელი თავმჯდომარე მე მგონი თამარ ჩიგოშვილიც იყო და ჩემი მაშინდელი ადვოკატი რომელსაც მადლიერი ვარ ყოველთვის კაბატონი ნათია კაციტაძე რომელმაც სხვაშორის მისი საქმე არის დიდიც მოვიგეთ ჩვენ მე ეს პატიმრობები სტრასბურგში ჩვენ ვიყავით აი და საერთოდ იყო დაკავებებსაც ადვოკატები არ ვყავდა და აი ვერ ვხვდები მე რატო ვერ ვამტკიცებ ამას რატო არ ჯერა ეხა იმ ახალგაზრდობას ვინც იდგასო მე არაფერს არ ვიტყუები და რავი თუ რამე კადრასებს ამოიღონ თავგატეხილი მიმიყვანეს სასამართლოზე ფაქტიურად ისეთი ინაცემი რომ პოლიციელები ფეხზე მაყენებდნენ და უბრალოდ ერთ-ერთმა მიცნო იმიტომ რომ საერთოდ სხვა ანუ უბნიდან ასე ვთქვა ჩვენი საერთოდ ჩემი ბავშვობის მეგობრის სხვა შორის მაშინის თანამდებობის პირი იყო მაშინაც და იმის ნათესავი იყო და უბრალოდ მითხრა რომ ძალიან უხერხულად იყო მაგრამ არ მიმატოვა და მითხრა სხვა შორის ჯობია ესე მე წაგიყვანოო ანუ სასამართლო პროცესზეო და ერთადერთი იყო რომ გონს მოვყავდი მას წყალს მას ხავდა თორე სხვა დანარჩენს ეხა ხო წარმოგიდგენია ხა არც მინდა სახელი და გვარი თქვა და მაშინ ხო ხვდები როგორ იყო და არც განარამე გაუჭირდებოდა მაშინ მას მაგრამ ისეთ სიტუაცია იყო გძნობდი რომ სხვა დანარჩენი ისე იყვნენ რომ არა რას მისასულიერებ ბიჭო მაგრამ ვერ უბედავდნენ ამას მაინც თანაოდობითაც და ეთყობა რაღაც გამოირჩეოდა ნუ ავტორიტეტიც ჰქონდა და ეკნებოდა ამ კაცს მაგრამ და მან რომ მიმიყვა მე უკვე სხვას გადამცა იქ რომ მე არ შემიძლია არა მაქვს მეუფლება იქ მოვიდეო და იქ საერთოდ შემოვიდა პოლიცია რომელიც საერთოდ ნანახი დედამიწის ზურგზე და მე მგონი მაშინ საერთოდ არ ვიცი წორებიანი კაცის ნანახი არ ყავდა რაღაც რობინზონ კრუზოსავით მიყურებდა მართლა გაოცებული მიყურებდა და თქვა მოსამართლეს ეუბნება რომ მე მაგინებდაო მე დამარტყა ხელიო მე მცემაო ჭიქაშუმა მე მცემაო და თავგატეხილი საკუთარი მაიკით იმიტომ რომ ამას ეზიზღებოდა თამათ ჩემი მაპატიეთ ახლა ჩემი სისხლისა და ჩემი მაისურით თავზე ამიწიეს და ასე ჩემი მაისურით ვეჭირე ესე აი დაჭერილი ყავდი რომ ხელები არ დასროდა და მაშინ არაფერი არ უთქვავს იმ მოსამართლეს ჩემთვის ერთი არ უკითხავს და ერთი როგორ მახსოვს ბოლოს უკვე რომ განაჩენი გამოქონდა მითხრა არ ვასახელებ შეგნებულად სახელს და გვარს იმიტომ რომ მაინც სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ეს კალბატონი ნახსენებია და ნუ დღემდე საქმე ახლა უკვე ბოლო სტადიაშია რომ ანუ მოხდეს ამ ადამიანების ამოცნობა ხდება და მოკლედ არ ვასახელებ რაღაც მიზეზების გამო და ბოლოს უკვე რომ მთელი პროცესი მიდიოდა თენგო და აი რაღაცა რომ უკვე რომ ხვდები რომ ეხა მისჯის მაგრამ ეხა ველოდები რომ აჭირებ მალე მომისაჯოს ასეთ რამე მითხრა მკითხა რომ შენო რომელი მერაბჭიქაშვილი ხარო შენ ის მერაბჭიქაშვილი არ ხარო პირველ არხზე რო ახმოვანებო საუკუნის პორტრეტებსო და აი როგორ გითხრა თენგო ანუ ჩემთვის ეხლა მართლა ნუ შესანიშნავი პროექტი იყო საუკუნის პორტრეტები პირველ არხზე დღემდე ეს YouTube-ზე მოიძებნება ეს მასალა და მართლა ვიყავი ამ ტელეკომპანიაში პირველ არხზე საზოგადოებრივ მოწყობაზე მუშაობდი წლების განმავლობაში როგორც მთავარი ხმა და ასევე დოკუმენტურების თავარი რედაქციის ხმა და უცებ თელ დარბაზში ჩამოვარდა სიჩუმე. ნუ მაშინ იყო მარტო პოლიციელები იყვნენ, პროკურატურის წარმომადგენლები და მე და არაფერი მოსამართლე და ეს თავის ამალა. არა რა დამსწრედა რა ის. ხო და შემდეგ იყო შემოსასვლელი ხა მე იქ და ჩიცაგურია იქ მიშა მესხი საბანაძე და ისინი და პირველი რახან მე თქვა აი ამ რატომის ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი და ჩვენი დაანონსებული იყო მაშინ ეს აქცია და ბოლოს მითხარო შენის არა ხარო? საკმაოდ სიმპათიური გარეგნობის ქალბატონია ეს მოსამართლე და მე ვთხარი არც თამდე უბრალოდ სადღაც ნაპერწკალი გამომიჩნდა რომ აი შეიძლება რაღაცა საშინელ განაჩენს გადავრჩენილიყავე ანუ ამის იმედა და რო ვთხარი რომ და კი მეთქი მე ვთხარი კირიონ კათალიკოს პატრიარქიო ბოლო ფილმი ხო შენ გაახმოვანეო და ამაზე საერთოდ ვიფიქრე რომ დარწმუნებით ვიცოდი რომ არის ვიღაცა თქო და ხო კი მეთქი ხარ რა უნდა მეთქო და აი მეტის ღირსი ხარო რომ აი ამათთან ხარო ანუ მაშინ ხო ჩვენ მოგნათლეს როგორც რუსეთის აგენტები და ვითომ ჩვენ მაშინ გაერთიანებულ ოპოზიციას მე დათო პაცაცია მიშა მესხი თქვა და ცაგურია და ისინი ფულები ჯაბო ქონდა და იქ აგენ და მეტის ღირსი ხარო შენო და მაქსიმალური მომისაჯე აი დაღუპულ ხარ ეს პირიქით მე მინდა ამათ ვკითხო ანუ დღევანდელი სასამართლო პროცესებს რო უყურებ მე არავის პრეზუმპციას თუ რაღაც არ ვარ ხო მაგრამ საერთოდ ყველა მეწოდება ყველაზე საუკეთესო ციხე რომ მითხას ვიღაცამ ციხე რა ციხეა მაგრამ რასაც მე დღეს უყურებ
პატიმრები იქნებიან, ადვოკატების ასრება. მეტიც კაცო, აგერ გინება და იქიდან ზოლს ხელს რა ვიცი მე, ხელის თხოვნა და ვაფშე ამათი ლიდერი სააკაშვილი შვილებს აკეთებს, ნუ როგორაა თქვა, ნუ ეს არის ტრაგედია არის ჩვენთვის, ისევ დანარჩენი მოსახლეობისთვის, ვინც ნეობრივად, მორალურად, ღირსები და კეთილსინდესეად მემსახურებით ჩვენ პროფესიებში, ჩვენ საქმეს, ჩვენ ოჯახს და შესაბამისად ჩვენს ქვეყანას. კაია ძველი ამბების გახსენება ჩემო მერაბ ერთი საინტერესო თემა არის კიდევ რაც აქტუალური იყო დღეს და რასაც გვინდა შევეხოთ ეგრეთ წოდებული რუსული კანონი მთელი თავისი სიმკაცრით შედის ძალაში 10 დღეში უნდა ამოქმედდეს ეს კანონი აქედან გამომდინარე საინფორმაციო ველში კვლავაც იყო საუბარი დღეს და გაკეთდა არაერთი კომენტარი ამ საკითხზე ბუნებრივია ეს კანონი NGO სექტორის მხრიდან და აი ამ ლიბერალების მხრიდან კვლავაც არის რუსულ კანონად მონათლული ჩვენ უბრალოდ მოვამზადეთ მცირე კოლაჟი აი წინა პროცესების თავიდან როგორ დაიწყო ყველაფერი როგორ მიეკერა ამ გამჭვირვალობის კანონს რუსული კანონის იარლიყი და აი ამ პრინციპში არაფრის მთქმელი ლოზუნგით როგორ მოხდა შემდეგ უკვე ტემპერატურის ადუღება იმ დონემდე რომ კი რაღაც დააქციეს მართლაც ქვეყანა კანონის გამო რომელიც წაკითხული არ ქონდა არავის და რომელზეც არგუმენტი ქონდათ პირდაპირ ამას იძახდნენ რომ არ ვკითხულობ, არ მაინტერესებს შიგნით რა წერია, რაღაც ზურგის ტვინით გრძნობ რომ იქ რაღაცა ცუდი ხდება. აი, ამ დონემდე როგორ შეიძლება ადამიანი დააზომბო, მაგრამ თურმე შესაძლებელი ყოფილა. მოდი აი ეს პატარა კოლაჟი ვნახოთ და შემდეგ ვისაუბროთ იმაზე, რა ეფექტი ექნება აი ამ კანონის ამოქმედებას. Of the draft legislation in the Georgian parliament. ვიცით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონ პროექტის შესახებ კანონმდებლობას, რომელსაც ვკითხულობთ, როგორც ჩანს, ფესვები აქვს რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობაში. ჩემი აზრით, საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება და ეს კანონ პროექტი, როგორც ჩანს, შესაბამისობაშია რუსულ კანონმდებლობასთან. არა რუსულ კანონს! არა რუსულ კანონს! არა რუსულ კანონს! რო გითხრან რომ ერთი კვირა ცალფეხზე უნდა იდგე, უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი. დარია გთხოვ რა. ნიკა არ შეიძლება ეს. არა. არა რუსულ კანონს. არა რუსულ კანონს. პატარა კოლაჟი იყო ძალიან კიდევ კარგი პატარა იყო და არ გაგვახსენე ეს არ გავაგრძელეთ ბოლომდე უბრალოდ აი ამაზრზენია უკვე ამ შემთხვევაში აი მნიშვნელოვანი არის რა რომ ეს პროცესი დაიწყო მართლაც ჯერ იქ ამერიკაში განცხადებით შემდეგ აი აქ კელი დეგნანის განცხადებით და აი როგორც ცხრები კელი დეგნანმა თქვა რომ ეს კანონი რუსულია და არა რუსულ კანონს და დღეს სად არის კელი დეგნანი სადღაც ავიდა არც ახსოვს კელი დეგნანს რაში აინტერესებს ეხა მაგათთვის ბიჭო ისე რომ დაფიქრდე რაღაც თვალსაზრისით ამ დიპლომატების პიროვნულად ეხა მაგათთვის არის რა არ ამგონია ხა რომელიმე დასავლელი დიპლომატი, როდესაც თავის ქვეყანაში სწავლობს ამ დიპლომატიურ სამსახურზე აბარებს, ეხა ოცნებად კონდეს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სადღაც მიყრუებულ საქართველოში გაიკეთოს კარიერა. ხო, იმათთვისაც ეს არის საქართველოში მუშაობა ეხა არის, იმიტომაც არის რომ აქ მოდიან რაღაც კონკრეტული კორუფციული ინტერესებით, რომ მე ხელი მოიტბონ აქ აი ესეთები დაიქირავონ ვიღაცეები, რომ აქედან მიიღონ ფული, თორე ახლა რა დიდი კარიერული წინსვლა ხა კელი დეგნანისთვის საქართველოში მუშაობა იყო, ამიტომაც გვიყურებენ რა ეთყობა აი ესე რაღაცა აგდებულად და იმიტომ არის რომ ჩვენთან მომუშავე დიპლომატების კვალიფიკაციაც უკვე ძალიან ისე ეჭქვეშ დგება ხოლმე, იმიტომ რომ დიპლომატმა არ შეიძლება ამენით ელაპარაკო. სულ რომ აი მართლა კოლონია, ოფიციალურ კოლონიაში იმყოფებოდეს, შენი ქვეყნის კოლონიაში, საქართველოს ეს კანონი არ ჭირდება, არ შეიძლება რომ დიპლომატმა თქვას. სხვა ქვეყანას რა კანონი ჭირდება, ამაზე დიპლომატები არ საუბრობენ. ეს არის ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოდან გასვლა. და ასე არ არის კელი დეგნანი ამ შემთხვევაში გამონაკლისი, ხო? აი აგერ ხა გერმანიის ელჩის ფოტოები ვნახეთ, როგორ ზის შეკრებაზე ვიღაც ამ რადიკალური ჯგუფებთან და მონები უკან აწერია და ანუ თლიანად ჩართული არის რაღაცა ამ რადიკალურ რადიკალთან პოლიტიკურ პროცესში. არ შეიძლება ახლა კელი დეგნანზე ახლა კიდე
ადამიანი იქამდე მივიდა ვაკეში, აი გარაჟი სად გაიხსნებოდა, ამერიკის ელჩი არჩევდა ეხლა. და ვიღაცასთან რომ მივიდა მხარდასაჭერად. კი, რო აი გარაჟი ეს ხო არის ქურდი რა, მათი პირველ რიგში მათი ბრალია თუ რამე ანტიამერიკული განწყობები ჩვენ კი არ თესოთ ღმერთო დაიწყო. როგორ შეიძლება დავთესოთ ხო? ფინანსები რა თქმა უნდა კრემლი. როგორ შეიძლება დავთესოთ ეხლა ჩვენ ანდა ჩემზე როგორ შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ მე დავთესო ამ ქვეყანაში ანდა ტელეეთერიდან ჩვენ ვილაპარაკოთ რაიმე ან გერმანიის საწინააღმდეგო ან დასავლური ან ევროპული. როგორ შეიძლება ეხლა მე ამაზე ვილაპარაკო როცა პირველ რიგში ვამბობ თუ სადმე მე ამ ქვეყანაში ჩემზე გამოტანილი არასწორი განაჩენის სამართლიანობა დავადასტურე და დავამტკიცე ეს იყო ევროპული სასამართლო. პირველი მე არ გაგცეულვარ და არ წასულვარ მათ როგორიათ და რო ეციზრებათ რუსეთში ან შენ თენგო რო დაგემტკიცებინა შენის არ წავედი და ზუსტად იქ მოუგეთ ყველა პროცესი სადაც ამბობდნენ მე ამას გარდა თვითონ გამოდიან და თვითონ უქმნიან ხალხს ამ განწყობებს ეხლა მე არ ვიცი დღეს ეხლა შენ თქვი როცა გერმანიის ელჩი გერმანიას რომელსაც უდიდესი პრობლემები აქვს განსაკუთრებით ამ ომის მერე ხო ან იქ რა ხდება და როგორ არა რა სიტუაცია კი ბატონო მიდიხარ მართლა და ისეთ შეკრებებზე იღებ მონაწილეობა სადაც უკან ხელისუფლების წარმომადგენლების ფოტოებია კარიკატურებია და მონაწერია ну არ ვიცი ხა არ მინდა პარალელი გავალო და გავიხსენო რაღაც კარიკატურების და ფოტოების გამო რა მოხდა და რა პროცესები დაიწყო შუაგულ ევროპაში ხო არის რაღაცა რა ადამიანისთვის რაღაც არის და არსებობს რაღაცა დრესკოდი, არსებობს წესი, მაგალითად, ეთერში როგორ შეიძლება წამყვანი იჯდეს, წამყვანის მეტყველება იყოს, მოწოდება როგორ უნდა გაკეთდეს. არსებობს წესი სუფრაჟეჯდომის, არსებობს წესი, არ ვიცი, ოპერაში წასulis, თეატრში წასulis, რაღაც არსებობს ხო? და როგორ არ არსებობს და ნომერ პირველი დაუწერელი წესია და კანონია, რომ დიპლომატი არ უნდა ერეოდეს შიდა საქმეებში და მით უმეტეს იქ, სადაც პირიქით რაღაცა გაღვივება ხდება, თორე როგორ შეიძლება ეხლა ვიღაცა ერთმა სუროს ჭკუა გადაბრუნებული ვიღაცა კაცი შეხვდეს ქუჩაში და გიჟმა თქვა რაღაცა მოგაძახოს ხო იმას დააბრალო შენ და იმაზე თქვა რომ აი მთელი საქართველოს ძულს გერმანია ძულს ევროპა დასავლეთი როგორ შეიძლება და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ხო რაციონალურად ვჯელობთ და ჩვენ ხო პრეტენზია გვაქვს თენგო მე ჩვენს სტუდიაში მყოფ ჩვენ ნებისმიერ კოლეგას იქნება თუ რა ქვია სტუმარს მოსულს ხო რომ რაციონალურ მსჯელობა შეგვიძლია ჩვენ და იმ დონის ინტელექტი მაინც გვაქვს და გაგვაჩნია რომ ფაქტები რომელიც არსებობს შევაფასოთ რაციონალურად და ჩვენი ანალიზი გავაკეთოთ ხო თუნდაც გადაცემა ანალიტიკაში რა ხდებოდა ხა ამათ უნდა ჩვენ რომ ჩვენს მაგივრათაც აფასონ ჩვენ მაგივრად ილაპარაკონ და ჩვენ გემოვნებაზე ხო ისინი დაობენ ჩვენ კი არ გვეკითხებიან ჩვენ შვილს დღეს რომელი გაზიანი მოეწონება მიუტანო ან და საერთოდ გაზიანი უნდა რომ მიუტანო იქნება და სხვა რამე უნდა არა ისინი გვირჩევენ მე ვიცი თქვენ როგორ აზროვნებთ მე ვიცი თქვენ რა გინდათ მე ვიცი თქვენ ვისთვის თქვენ ოჯახში რა უნდა და მე ვიცი სად უნდა იცხოვრო დიდ როგორ უნდა ადგე და ვის რა მადლობა უნდა უთხრა და გარაჟსა უნდა გაიხსნა მონური პრინციპი მათ აქვთ ხო ალბათ ეგ არის უბედურება აი მონურ პრინციპს რაც შეეხება მაგისტრის გვაქვს ბოლო ვიდეო მომზადებული ვინმე ცნობილი მონა ხო არა ყავს სიმბოლური მონა ცნობილი მონა არის გიორგი ვაშაძე ძალიან ისეთი არის პატარა მოკლე შევამოკლეთ ეს ვიდეო უბრალოდ რაც გვინდა განახოთ და პატარა კომენტარი მექნება მე ამ ყველაფერზე ქართულ-ამერიკული მეგობრობა ჩვენი თავისუფლების და სუვერენიტეტის გარანტია. მისი გაფრთხილება მთელი ერის ინტერესია. მისი დაზიანება კი მტრის მიზანი. ამერიკა ჩვენი მეგობარია არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით, არამედ პირველი იცავს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. მეორე აძლიერებს ქართულ ჯარს. მესამე ხელს უწყობს განათლების და ეკონომიკის განვითარებას. მეოთხე საერთაშორისო გავლენებით გვეხმარება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში. ჩვენი მტრების მიზანია საქართველოს დარჩეს მარტო და დაუცველი. ამ დროს ამერიკა მეგობარი აქტით კიდევ ერთხელ გვეუბნება. თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ გავიმარჯვებთ. აი რატო მინდოდა ეს ვიდეო გვეჩვენებინა აი ამერიკა საქართველოს აი რანაირად შეიძლება თავმოყარე ქვეყანაში არსებობდეს პოლიტიკოსი რომლის ერთადერთ საქმეს წარმოადგენს სხვა სახელმწიფოს რეკლამის კეთება აი პრომო გოგონები რო დადგებოდნენ და რაღაც შეიძინეთ და ყველის შესანახი კონტეინერი ისინი სიმპათიური მაინც არიან და ამის ყურება არ გინდა ყურება არ გინდა ვინმე ლამაზები მაინც არჩიონ ხოლმე მაგრამ აი ყველის შესანახ კონტეინერს რო ქტენის რა გადაცემის რეკლამის ბოლოს ultimate choppers
პოლიტიკოსი ქვია ამ ქვეყანაში ამ ადამიანს რომელიც დგას და მეგობრებო ამერიკა ჩვენი მეგობარია მტრის მიზანია ჩვენი ურთიერთობა დააზიანოს და ესე იგი აი ოღონდ ამერიკა იყოს კარგად და ჩვენი დედაცვატირი აქვს უყველასი რა დაახლოებით აი მაგ კონტექსტში საუბრობთ სუვერენული ქვეყნის პოლიტიკოსი ეს ხო არის ტრაგედია მართლა სინამდვილეში ამ ქვეყნის აი ჭიჭე ვაშაძე იქით იყოს მაგრამ ქვეყანას რო ასეთი პოლიტიკური კლასი ყავს რომელიც ღიად დაუფარავად არის სხვა სახელმწიფოს ინტერესების მომსახურე ამ ქვეყანაში ეს არ არის მართლა საქართველოსთვის ტრაგედია და დავიჯერო არ ვიცი აი მართლა ამ ხელისუფლების ძალიან დიდი წვლილია რა იმაში რომ აი ესეთი პოლიტიკური კლასი შეიქმნა თორე როგორ ეხა ამ ქვეყანაში საქართველოში არასოდეს იმისი დეფიციტი მართლა არ ყოფილა რომ ერიშვილები მამულიშვილები ყოფილიყვნენ წინ ავანგარდზე ეწირებოდა ეს ხალხი ამ ბრძოლას და თავი ქონდა გადადებული და დღეს რა არ არის ქართულ საზოგადოებაში ასეთი ნაწილი მაგრამ არა ესეთი ხალხი არის უკანა პლანზე გადაწეული და წინა პლანზე არიან აი ეს მონები რომ რაღაცა მეგობრებო ამერიკა მეგობარი აქტისთვის დიდი მადლობა ამერიკა რომ გვასანქცირებს ეს იმის ანალოგია ცალფეხზე რომ ვიდგეთ ამას შეასრულა შე წარმოგიდგენი ამას რა ვიდეო ექნება ანიქ როგორ ლაპარაკობს რო ჩადის იმ კონგრესმენების კაბინეტებში ალბათ პირადი ოთახებიც აქვს შედის რა რაღაც აბანოს პატარა გადასავლები ისა აქვს ალბათ რა რაღაცა ემოციების მერე გადაივლოს ხოლმე იმათი რაღაცა ის და შემდეგ რაღაცა აი ხო წარმოგიდგენია ეს ეხა რა სიზავს და რა სიტყვებით ილაპარაკებს იქ იმათთან ხო წარმოგიდგენია რა და ეხა ნუ აი როგორ უნდა ვთქვა ეხა მართლა რაღაცა გარეგნობით გოგოები ქალები მაინც დააყენე და ალაპარაკე და რაღაცა შეხედავთ მაინც გვაქვს ქალების პატივისცემა გემოვნებაც გვაქვს თუ ვინმე გყავთ ესეთი კაი შესახედავი ნაცი დააყენე და ემათ მაინც ალაპარაკე და თან ყველაზე მთავარი არის ცი რომ სამი საუკუნოვან ისტორიის მქონე ქვეყანის ერთ-ერთი პოლიტიკოსი რომელიც ხო გინდა არ გინდა საბედნიეროდ კი არა და სამწუხაროდ ეს არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელი რომელსაც გინდა არ გვინდა ჩვენ თენგო უსმენენ ნუ რა ვქნათ ეს შანს ამას ტელევიზორში აჩვენებენ და წარმოგიდგენია შენ სამსაუკუნოვანი ისტორიის რაც ჩვენ გავიარეთ წარმომადგენელი რომ 280 წლის სახელმწიფოზე ამას ამბობს ასე დიდი რამებს უმღერებს ეს რო ალბათ ინგლისელი ყოფილიყო და ინდოეთში რო რაღაცა ჩასულიყო და ან რაღაცა ჩაეწერა რაღაცა ვიდეო ეთქვა ალბათ ეს საერთოდ რა სიტყოდა დაწვებოდა და ხო აი წარმოვიდგინოთ რომ აი გინდა ფრანგი გინდა გერმანელი გინდა ბრიტანელი პოლიტიკოსი გამოვა როდესმე საკუთარი და ამას თუნდაც ფრანგებზე იტყვის ასე ხო და ილაპარაკებს აი სხვა სახელმწიფოზე რომ ისინი კარგად იყვნენ ჩვენი მეგობრობა და რაღაცა ეს ფსევდორელიგიური ისინი მოტივები უკვე რომ ჩვენი ყოვლის მომცველი მეგობრობა ჩვენ ესეთ დღეში ვართ მაგრამ ამერიკა გვეუბნება როგორც რაღაცა ეგ წმინდა წერილს რო კითხულობთ და ჩვენ უნდა აქედან უპასუხოთ ესეთი რაღაც დაგვიტოვა დაგვებარა ხო აი სირცხვილი მართლა რომ ქვეყანას ყავს ასეთი პოლიტიკური კლასი თორე სულ არა აქვს მართლა მნიშვნელობა რომელ მხარეს გახარ მეორე მხარესაც რო ვიდგე ხო უნდა შეგრცხვე შენ თვითონ რომ შენი ლიდერი არის სხვა ქვეყნის ინტერესების მომსახურე ამ ქვეყანაში და არა რაღაც თავისი იდეების გამტარი და სამწუხაროდ ამას ეხლა ხო უსმენს არა ვიღაც ახალგაზრდა მოусმენს და მე ძალიან რთულია ახალგაზრდა ხო ძალიან რთულია მე ვაშაძემ თქვა ამაზე ეხლა ცნობილია რომ ჯერ ნახევარზე მეტი პიარია რომ ეს საკავ მაგარი მენეჯერია და იუსტიციის სახლი თურმე ეს უარ ყოფილიყო არ იქნებოდა ნუ წარმოგიდგენია ეხლა აი ამ პიარის მერე და აუ გამოდის მაგარი მენეჯერი და ერთი ისო ყავდა კიდე და ყავთ ეხლა არ ვიცი მაგის განაჩენი რა გამოვიდა დღეს ზურაგიჩი ფარიძე რაღაც იდეები რო ქონდა სკამს რო დადგავდა ახალგაზრდებში რო ხდებოდა და ოღონ ამათ ანუ აი ეს უშუალობა ეს რაღაცა მათთვის ეს სიტყვა რო ტრენდი ეს სიტყვა რო რაღაცა მიმდინარეობა რო ხო აი რაღაც ასაკამდე უნდა მუშაობდეს და მე სხვათაშორის მე მინდა გითხრა აი ჩვენ დღეს ქონდა საუბარი ბატონ იმასთან გვენეტაძესთან რომელიც ჩვენთან მოვა გადაცემაში და კი ბატონ ედიშერთან და ბატონ ედიშერმა სხვა შორის აქვს ძალიან კარგი იდეა და მე ვფიქრობ რომ ჩვენ ერთ-ერთ ანალიტიკაში ერთ-ერთ გადაცემაში ბატონ ედიშერთან ერთად უნდა მოვიწიოთ ახალგაზრდები არის ახალგაზრდა და ახალგაზრდები ჯგუფია და სხვათა შორის რო იცოდე ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივა და ჩვენთვისაც ძალიან დიდ პასუხისგებლობა რომლებიც ერთი პერიოდი რაღაც პერიოდი სწორედ აი ამ პროპაგანდის ხორბლი აღმოჩნდნენ რაც დღეს ქუჩაში ხდება და თავის დროზე რაღაცა საუბრებით, რაღაცა მაგალითებით მიხვდნენ რომ რაღაცა შეცდომაში იყვნენ შეყვანილი. თუმცა
ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დავუთმოთ მათ ჩვენ გადაცემა და თუნდაც ბატონ ედიშერთან ერთად, იმიტომ რომ ეს დისკუსიით წავმართოთ, იმიტომ რომ მე თუ ვინმე მენანება და მინდა რომ მართლა მოbrunდეს და რაციონალურად დაინახონ ყველაფერი და მოვისმენოთ მათი, მართლა მაინტერესებს იმ ხალხიც, ვინც თავის დროზე იქ იდგა და ეხა არ მინდა დავასახელო ჩემი კოლეგა, სხვა შორის ჩემი მეგობარია, თვითონ კი რაღაცა Facebook-ზე გამწირა და ამომშალა, მაგრამ ცნობილი ვიდეო იყო, მე გერმანიაში ვიყავი რომ ვნახე. სწორია ეს კაცი რასაც ამბობს იმ მომენტში. დავით ბეშიტაიშვილი მივიდა და სანამ მაპატია და სააკაშვილზე ვიდეო არ ვიცი ნახე თუ არა. სანამ ეს აქ იქნებაო. სანამ სააკაშვილზე მიუთითა ხო? იმ მომენტში ის კი ბატონო მას და მე სხვადასხვა ხედვა გვაქვს, მაგრამ ეხა იმ მომენტში რაც მან თქვა ის სწორია და იქვე რა უკრეს იმ ხალხმა. სწორი თქვა, იმიტომ რომ სწორედ ეგ არის, იმიტომ რომ მისთვის მე ვიცი, მისთვის თავის დროზე პრობლემა იყო სააკაშვილი. იმ პოლიტიკოსების იქ არსებობა, თორე იმას შეიძლება სხვა ნაწილში თავის ხედვა აქვს, მაგრამ იმ მომენტში მართალია. მე გარდა იმისა რომ ეხლა პირიქით ხო ნაწყენი უნდა ვიყო მასე რაღაც ანუ იმიტომ რომ თქვა მე რუსეთთან რაღაცა ხო მაგრამ იმ მომენტში ეს კაცი მართალია იქ რასაც ამბობს მივიდა და პირდაპირ ხო გამიხარდება თუ ჩვენი ეთერი და ჩვენი ტრიბუნა და ჩვენი სტუდია იქნება ერთგვარი ასპარეზი არ გვექნება ესე მხოლოდ რაღაც მონოლოგის რეჟიმი და მხოლოდ ერთი პოზიციის პირიქით მაგრამ ნუ უბრალოდ ამ შემთხვევაში პრობლემა არის ხოლმე არა მხოლოდ ის რომ და არა ის რომ დაუშვათ აქ ვიღაცას კარებს დაუკეტავ და არ გაუღებ და ეთერში არ შემოვშვებ ძალიან რთული არის რომ რაღაც აი კონსტრუქციული სეგმენტი ნახო კონსტრუქციული პოზიცია კონსტრუქციულში არ გულისხმობ იმას რომ ეთანხმებოდეს მე პირიქით კონდეს განსხვავებული აზრი მაგრამ შეეძლოს ამ აზრის კონსტრუქციულად ზრდილობიან ეთიკურ ფარგლებში გამოხატვა და რაციონალურად მსჯელობა რასაც ეხა საზოგადოება მოусმენს და ნახავს არა ის რომ ეხა დამიჯდეს და ბოლოს საუბარი იმითი დამთავრდეს რომ შენ ხარ რუსეთის მონარქი არა რა თქმა უნდა უბედურებები ეს არის ხოლმე ძირითადად პრობლემა თორე პირიქით ნეტა შევძულოთ ეგ და ეგ უნდა იყოს ჩვენი მიზანი და მათ შორის მაგ ხალხს უნდა აუხსნათ რომ აქ მტრები არ გელოდებიან პირიქით აქ ვზივართ და ვხედვართ ხალხი ვისაც დისკუსიის ინტერესი გვაქვს დისკუსია გვაინტერესებს და დისკუსია ყოველთვის უფრო საინტერესოა როცა განსხვავებული თენგო ამასთან დაკავშირებით გეტყვი სხვა შორის ძალიან საინტერესოა ჩვენ თემატურადაც შეგვიძლია თქვა თავსებით გეთანხმები და ერთ მაგალითს გეტყვი როდესაც ჩვენ მე დავბრუნდი და ჩვენ დავბრუნდით ჩვენი გუნდი მაშინ იცი რომ მაშინ ორგანიზაციის ხელმძღვანელი მე ვიყავი მე გახდით მიდრე პარტია იქნებოდა სოლიდარობა მშვიდობისთვის რომელმაც ინიციატივა აიღო და მთავარი ორგანიზატორი ვიყავი და ჩვენ პირადად ვლადიმერ პუტინთან ხელშეკრულება რომელიც პეტიცია რომელიც შევიდა ვიზების მოხსნასთან დაკავშირებით და ასევე ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რო ჩამოფრინდი და იცი ეს ცნობილი მადლობა ხო ჩემი და პუტინის შეხვედრის დროს და მას მადლობა უთხარი ამ საკითხთან დაკავშირებით და მოუხადე მას მადლობა იმიტომ რომ ეხა კაც საერთოდ სახელმწიფოს და ლიდერს და მაშინ მთელი რუსეთის დუმის მთელი დეპუტაცია იყო ჩართული მათ შორის განსაკუთრებით ბატონი კალაშნიკოვი და ასე შემდეგ და ყველას მადლობა უთხარი და მათ შორის იმიტომ რომ პუტინმა მოაწერა ამ რეზოლუციას ხელი ვისაც ვთხოვე და დავახერეთ რო ჩამოვედი სხვათა შორის ნუ ხო იცი ხო გახსოვს აქ რა მოხდა და რა ხდებოდა და ნუ არ ვიცი მე მილიონმა ნახევარმა კაცმა მარტო ჩემი ეს ვიდეო სადაც მადლობას უხდი მას და ეს კადრები ნუ მოკლედ რა აქეს მაგრამ მე შევხვდა მეზობელი კაცი და ეს მაშინ ეხა ვიხსენებ რომ იმის მერე ამ სეგმენტში დევნილია ეს კაცი რომელიც მეომარი იყო და იბრძოდა იქ და შემხვდა და რა მითხრა იცი მითხრა რომ მე პირდაპირ მითხრა მე არაფერს არ გეუბნები მე არ ვუყურებ კრიტიკულად რომ შენ წახვედი ეს და ეს კი ბატონო ეს ძალიან კარგია რომ მოხდა მაგრამ ისაუბრე თუ არა რომ პირველად უპირველეს ყოვლისა იყოს დევნილების დაბრუნების საკითხი ეხლა მე იმ მომენტში არ ვიყავი მზად და მე ხა გამიჭირდა მარტოს პასუხი გამეცა მაგრამ არ ვიყავი მზად და მართალი გითხრა როცა ჩვენი პოლიტიკოსებს ხვდებოდით და დღესაც როცა ხვდები და მეგობრების დახმარებით იქნება ეს თუ ჩვენი ახლობლების თუ იქაური პოლიტიკოსების დახმარებით როცა იქ ხვდები ეხლა უკვე ნენელა ხვდები როგორ რა ყველაფერს თავისი დრო აქვს და თავისი თემა აქვს მაგრამ ეს იყო მისი ძალიან სწორი პოზიცია ისაუბრეთ თუ არა დევნილების დაბრუნებაზე თუ დევნილების დაბრუნებაზე წავა საუბარი ესე იგი მე ჩავთვლი რომ ესე იგი რეალურად ისე ანუ არსებობს რაციონალური პოზიცია სადაც რა მომენტშიც ის ეთანხმება თუნდაც შენ მისთვის მიუღებელ კაცთან პუტინთან მტერთან წახვედი და შემადლობა უთხარი
ანუ აი ეს დისკუსია რო გახსნა და ასეთი მე ბევრი შეხვდა მათ შორის ახალგაზრდები რა თუ რაციონალური ეგ არის ერთადერთი ისტორია ჩვენ აუცილებელი აბა ისე რა გინდა რო ელაპარაკე მაგალითად აი მე ეს მაძლევს იმის იმედს რატომ მოვიყვანე ხა ეს მაგალითი რომ ჩვენ იმ ახალგაზრდებსაც თუ შევხვდებით მოვიწევ და ველაპარაკებით რაციონალურ დისკუსში მეც უნდა დაუმტკიცო და შენც რატომ არის ცუდი იქ პოლიტიკოსების არსებობდა მით უმეტეს ბანერის მუდმივი არსებობა სააკაშვილის და მანაც უნდა დამემტკიცოს მე რაციონალურად რაში ვცდები მე რომ ოღონდ საქართველოს წინსვლა იყოს და მე ვევაჭრო ყველაფერზე და ყველას გარდა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა. რატო არ უნდა ვევაჭრო? თუ უნგრეთი ვაჭრობს, თუ თვითონ ინგლისი ვაჭრობს, თუ თვითონ ევროპული დასავლური ქვეყნები ვაჭრობენ ერთმანეთში ამაზე, მე რატო არ უნდა ვილაპარაკო? აი ეს იქნება რაციონალური დისკუსია. და მე და შენ უნდა შევძლოთ რომ ეს გავაკეთოთ. მათ შორის ჩვენ ბევრი იდეა გვაქვს რომ ისტორიულ საკითხებზე ჩვენ უნდა მოვიწვიოთ აუცილებლად ისტორიკოსები და უნდა გქონდეს ეს დისკუსია უნდა გავხსნათ და საზოგადოება ჩაერთოს, იმიტომ რომ მე და შენ კიდევ არა ვართ პოლიტიკოსები, მაგრამ ის გამოცდილება რაც გვაქვს, ვალაპარაკოთ, ვასაუბროთ, შეიძლება იყოს დისკუსია იყოს ახალგაზრდა ისტორიკოს და ძველგაზრდა ისტორიკოს შორის და რაღაც ამბავი. პირიქით რაღაც მომენტ ჩვენ გადავიდეთ იმის აზრზე რაღაც ნაწილში. მე ხო არ ვამბობ, კი ბატონო. ეგ არის. ჭეშმარიტება იბადება კამაჩიო, ძველმა ბერძნებმა თქვეს და აბსოლუტურად სწორები იყვნენ. სანამ დავასრულებთ გადაცემას თვითონსო მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გავრცელდა ამ წუთებში ვრცელდება ფაქტიურად, ეს არის მარკო რუბიოს განცხადება ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით, პირველი ფაქტიურად ოფიციალური განცხადება და ყველა ილუზია შეგვიძლია დავივიწყოთ. ასე პასუხობს მარკო რუბიო ამერიკის სახელმწიფო მდივანი ქართული ოცნების შესახებ კითხვას. საკუთარ თავს ვკითხოთ. ჩვენი ინტერესია, რომ სოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ანტიამერიკული მთავრობა მმართველობდეს? თუ არა, შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა ამ მთავრობას ფასის გადახდა მოუწიოს. ეს ყველასთვის, ვისაც ჯერ კიდევ ქონდა იმისი იმედი და ილუზია, რომ შეერთებული შტატები, ეს ნუ ის ბაიდენი იყო პრობლემა, თორე ხა აი მოვიდა ტრამპი და ავშენდებით. არა მეგობრებო, ეს არის აი როგორც რომის იმპერიაში ვინ იქნებოდა მმართველი, მნიშვნელობა არ ქონდა, იმიტომ რომ იქ შეიძლება შიდა რომში ქონოდა ამას ეხა იულიუსები მართავდნენ თუ სციპიონები მართავდნენ ამას, თვითონ მათთვის ქონდა მნიშვნელობა, თორე კოლონიისთვის, როცა კოლონია ხარ, როცა დაპყრობილი ხარ, შენ უნდა იცოდე შენი ადგილი, რომ იქ ვინ იქნება მმართველი და იმპერატორი შენი საქმე არ არის. აი ამას ნიშნავს დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება. ნუ პირველი ის რომ მნიშვნელოვან ნაწილად მაინც გვაღიარებენ, რომ თურმე მნიშვნელოვანი ნაწილია კავკასია, მაგრამ თურმე ჩვენ არ გვაქვს იმისი უფლება, რომ საქართველოს ყავდეს ანტიამერიკული თუ ის ამერიკის მიმართ რაღაც სკეპტიკურად განწყობილი მთავრობა. ქართულ ხალხს ამისი უფლება არ აქვს. თუ კი ასეთი მთავრობა მას ეხოლება, აქ აუცილებლად უნდა მოხდეს რევოლუცია, უნდა მოხდეს სისხლისღვრა და ფასი უნდა გადავიხადოთ, როგორც ამას გვეუბნება ამერიკის სახელმწიფო მდივანი. ამიტომ არ ვიცი, ამ მართლაც მნიშვნელოვანი განცხადებაა ჩემი აზრით და ქართულ ოცნებას უკვე მოუწევს ძალიან ღიად როგორც ჩანს კარტები გახსნას და მათ შორის ქართულ საზოგადოებას უთხრას ყველაფერი ის რაც არის რაც ყველამ ვიცით რომ არსებობს და რაც ჯერ კიდევ რაღაც მიზეზების გამო ქართულ ოცნებას აქვს დამალული თუ შენახული თუ ყოველ შემთხვევაში საჯაროდ არ არის გამოტანილი. მე ვფიქრობ, რომ ეხა უკვე დგება იმისი მომენტი, როდესაც მათ შორის ქართველი ხალხისთვის ყველაფერი უნდა გახდეს ღია და დავინახოთ წლების განმავლობაში რას აკეთებდნენ აქ ამერიკელი დიპლომატები, რა პოლიტიკასთან ჰქონდა საქმე, რა პოლიტიკას უწევდა წინააღმდეგობას მათ შორის ჩვენი ხელისუფლება და აი რა პროცესები ვითარდებოდა, როდესაც გვეუბნებიან, რომ მეორე ფრონტს გვაიძულებდნენ, პირდაპირ უნდა გამოვიდნენ და დაიდოს კადრები, რითიც დადასტურდება ეს ყველაფერი, ჩემს ეზრით ეხა არის უკვე აი ამისი. კი ბატონო. ჩვენი გადაცემა დასრულდა და დიდი მადლობა ყველას ჩვენს და მაყურებელს, ვინც გვისმენდა და გვიყურებდა და აუცილებლად პარასკევს 4 საათზე იქნება დავით ახვლედიანი გადაცემა, დათოს გადაცემა იქნება, ხოლო საღამოს იქნება 7 საათზე ბატონი ვალერი კვარაცხელის სპეციალური გამოშვება. მანამდე თვალყური გვადევნეთ ჩვენ სოციალურ ქსელში, როგორც YouTube-ზე სოლიდარობის სტუდია და ასევე Facebook გვერდზე სირცხულის კორიდორი სოლიდარობის სტუდია, ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ეს. დიდი მადლობა მოგლეთენგო. მადლობა მერაბ, მადლობა ჩვენს მაყურებელს და მომავალ შეხვედრამდე. ნახავთ.